მოგესალმებით. პრინციპში ის გათვალისწინებით თუ ესწრება, რასაც ვხედავთ, მაინც ვიწროს წრის და სფეროს წარმომადგენლები ვართ. ვეტრაკლებად მაინც ველოდი, რომ შეიძლებოდა ცოტა უფრო ფართო საზოგადოება ყოფილიყო განსხვავებული სფეროს წარმომადგენლები და ამიტომ მეტნაკლებად ვეცადე, რომ თემა, რომელიც წარმოვადგინე, კულტურული მემკვიდრეობის ეს პრობლემები, რომლის წინაშეც ვარ და ეს გამოწვევები ყოფილიყო ცოტა უფრო მარტივად და გასაგებად წარმოდგენილი. მაქსიმალურად ვეცადე, რომ რაღაცა დაწნეხილი ყოფილიყო რაღაცა პროფესიული შეფასებებისგან, ღრმა პროფესიული შეფასებებისგან, რა თქმა უნდა, რომ გასაგები ყოფილიყო ყველასთვის და ისედაც რთული, ისედაც მძიმე პრობლემები, რომლის წინაშეც ვდგავართ, კიდევ უფრო არ დაგვემძიმებინა რაღაცა პროფესიული წიაღსვლებით. პირველ რიგში, ვიდრე მოხსენებას დავიწყებ, მინდა რაღაც მწუხარება გამოვთქვა ჩვენი კოლეგის, ახალგაზრდა, ძალიან კარგი ადამიანის და კარგი პროფესიონალის თაზო გოგოლაძის გარდაცვალების გამო, რომელიც ძალიან დააკლდება ჩვენ სფეროს, მეგობრებს, ოჯახს, არაჩვეულებრივი ადამიანი და არაჩვეულებრივი პროფესიონალი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა და არასოდეს არაფერს არ იზარებდა, ძალიან გულისხმიერი და კეთილშობილი ადამიანი, რომელიც ნამდვილად ძალიან დააკლდება ჩვენს დარგს. რაც შეეხება ძალიან მოკლედ ვიტყვი საკუთარ თავზე, მე წარმოვადგენ ჩუქნაშვილის ეროვნულ სამეცნიერო კვლევით ცენტრს და არ მინდა მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ არ გამოვიყენო საკუთარ თავთან და პროფესიასთან მიმართებითაც და იმ თემასთან დაკავშირებით, რაზეც ვისაუბრებ, რაღაცა ხმამაღალი განცხადებები არ მიყვარს და მათ შორის პროფესიის განსაზღვრისასაც ვამბობ, რომ ძალიან მარტივად ვარ არქიტექტურის ისტორიკოსი. რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის სფეროს, ეს არ არის ჩემი ძირითადი მიმართულება, ჩემი ძირითადი მიმართულება არის შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის კვლევა. 2020 წლიდან დაახლოებით 19-20 წლიდან აქტიურად ჩავერთე კულტურული მემკვიდრეობის შეფასების საკითხებში. იმის გათვალისწინებით, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და რა მდგომარეობაშიც არის კულტურული მემკვიდრეობა. განსაკუთრებით უნდა აღნიშნო ეს ბოლო წლები, ბოლო 5 წელი, სადაც დინამიკა გაუარესებისა ძალიან მაღალია, ძალიან. ამიტომ მე საკუთარ თავს კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტს ვერ ვუწოდებ. ხშირად გვხვდება ხოლმე ჩვენ საზოგადოებაში გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც რაღაცა ამა თუ იმ დარგის ექსპერტები არიან და კაცმა რო თქვას, ალბათ დიდად ჭკუ არ მოეკითხებათ ხოლმე, მაგრამ ნუ რას ვიზამთ. ეს ალკე პრობლემაა კიდევ ჩვენი. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა მინდა დავიწყო აი ამ ვიდეოთი. კიდევ ერთხელ პრინციპში შემიძლია რომ ამ სიტყვებს დავეთანხმო, ეს არის ცხადია ჩვენი მოქმედი კულტურის მინისტრის სიტყვები, რომელიც როგორც მოცემულობა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია და მეც ასე მგონია, როგორც უვლის საკუთარ კულტურას და კულტურულ მემკვიდრეობას, პრინციპში ისეთი ქვეყანა ხარ. ჩემი მოხსენების მთავარი მიზანი არის დავინახოთ ზუსტად ეს ერთ-ერთი ლაიტმოტივი იქნება ამ მოხსენებისა ზუსტად ეს ნაწილი. როგორ უვლით საკუთარ კულტურას და კულტურულ მემკვიდრეობას და შესაბამისად იმედი მაქვს, რომ საუბრის ბოლოს დაახლოებით მაინც გამოიკვეთება, როგორი ქვეყანა ვართ და სად ვართ. ამიტომ ეს კითხვა ჩემთვის მუდმივად გასდევს აი ამ თემას. გარდა ამისა, სანამ უშუალოდ საპრეზენტაციო ნაწილზე გადავალ და ვიზუალურ ნაწილზე და კონკრეტულ ძეგლებს განვიხილავ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემი აზრით არის ის, რომ დღევანდელ კონტექსტში დავინახოთ კულტურული მემკვიდრეობა და ფართო ჭრილში უფრო ვიდრე ეს კულტურული მემკვიდრეობაა, ხო? ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ხელისუფლება ძალიან აქტიურად იყენებს კულტურას, კულტურულ მემკვიდრეობას, წარსულს, იდენტობას, ჩვენს რაღაცა ღირებულებებს, ტრადიციებს, ამას ეყრდნობა და მუდმივად მიდის პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით, რომ აი ჩვენ ვიცავთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ჩვენს ღირებულებებს, ფასეულობებს, ამაზე ვდგავართ და რომ ვიღაცა, არ ვიცი, ასე იყო 70 წელი
გასული საუკუნისა, როდესაც ზუსტად ამ ამბავში გავატარეთ, როდესაც ვიღაცა მოდის და გართმევს აი ამ კულტურულ მემკვიდრეობას, კულტურულ ღირებულებებს, ფასეულობებს, ტრადიციებს და ასე შემდეგ. თუ ჩვენ ნებისმიერი ჩვენგანი დარწმუნებული ვარ, რომ სულ მოძრაობაში არის პროფესიიდან გამომდინარე, ნებისმიერ რეგიონს ვერ ნახავთ, სადაც არ არსებობს USAID-ის კონკრეტული საელჩოების, ევროპის განვითარების ბანკის, ფონდების, კერძო ინვესტორების, კერძო ფონდების ვერ ნახავთ რეგიონს, სადაც მათ რამე არ გქონდეთ გაკეთებული. თუკი ჩვენ რამე გვაქვს გაკეთებული, ძალიან დიდი წილი ეს არის ზუსტად ევროპული და ამერიკული დაფინანსებით აღდგენილი ძეგლები, გამართული რაღაცა ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. ამიტომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ, ან ჩვენ თუ მივიღებთ მოცემულობას, რომ რაღაცა კარგავთ კულტურულ მემკვიდრეობას, ღირებულებებს და ასე შემდეგ და ამის დაკარგვის რაღაც ერთ-ერთი წინაპირობა არის რაღაც ეს ქიმერები, რომლებიც გვართმევენ რაღაცებს, მგონია რომ ამისი ძალიან მარტივი ინდიკატორი არსებობს ნებისმიერ რეგიონში შეგვიძლია ჩავიდეთ, არსებობს სტატისტიკა კონკრეტული, სადაც ჩანს თუნდაც მარტო ამერიკის საელჩოს გვერდზე რომ შევიდეთ, ანუ ნახოთ ძალიან მარტივად აღმოვაჩენთ რა მასშტაბის, რა ფინანსური რესურსია ჩადებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენაში. ამიტომ ესეც ერთ-ერთი ნაწილი არის ჩვენი საუბრის, რომ ამ საუბრის ბოლოს აი ამ პროცესში დავინახავთ სინამდვილეში ჩვენ როგორ ვუვლით და რომ ეს ყველაფერი პროპაგანდის ნაწილია სინამდვილეში და როგორ ვუვლით. მე ძალიან არ მინდა არც პოლიტიკური განცხადებები, არასოდეს არ მიყვარდა და არც მინდოდა ამაში მონაწილეობა. უბრალოდ მგონია რომ ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ჩვენი რეალობა, აწმყო, რომელშიც ვიმყოფებით და პროპაგანდას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ აი ასე თვალშინაც არის შეაყაროს საზოგადოებას და ისე წარმოაჩინოს ვითარება, რომელთანაც საერთოდ ახლოსაც არ არის მდგომარეობა, ახლოსაც არ არის ეს ყველაფერი რეალობასთან. აა გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აი ამ საუბრის პროცესში უნდა იყოს ჩემი ხედვით, ყოველ შემთხვევაში მე ესე ვუყურებ. ვაფასებ ამ მდგომარეობას და მოცემულობას კონკრეტული ძეგლებისას და კულტურული მემკვიდრეობის სისტემური პრობლემები იქნება თუ ცალკეული ძეგლების შემთხვევებში, ვაფასებ მოცემულობას არა პროფესიონალის პოზიციიდან, ვეცდები რომ შევხედოთ ამ ყველაფერს საზოგადოების თვალით. ანუ საზოგადოებისა, რომელიც რეალურად არის დამფინანსებელი ბიუჯეტის და ბიუჯეტიდან ფინანსდება კულტურული მემკვიდრეობის მოვლა, გადარჩენა, პატრონობა და ასე შემდეგ. ანუ საზოგადოება, რომელიც მე ვცდილობ შევხედო ამ ყველაფერს და ვაჩვენო ისე, როგორც ამას შეხედავდა ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე. ამიტომ ზუსტად ამიტომ თქვი დასაწყისშიც, რომ არ მინდა რაღაცა პროფესიული წიაღსვლები და წლები და რაღაცა და ვერე ვისი ბრალი იყო, რომელმა როდის გააკეთა და ასე შემდეგ და უწყებებს შორისი პრობლემები და ასე შემდეგ. ჩვენ ვუყურებთ მარტივ მოცემულობას. საზოგადოება იხდის ფულს გამუდმებით იმაში, რომ კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული. რატომ არ არის დაცული და რა მდგომარეობა არის. აი ესეც იქნება ალბათ ერთ-ერთი ლაიტმოტივი, რაც გაყვება ჩვენს მოხსენებას. ერთი უნდა ითქვას, რომ კულტურული მემკვიდრეობის სფეროს ყოველთვის და განსაკუთრებით ბოლო პერიოდშიც ყოველთვის ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. ყოველთვის ასე იყო კულტურას და კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებს ნაკლები დრო ეთმობოდა, ეს იქნება მედია საშუალებები თუ სხვა საინფორმაციო სივრცეები, ყოველთვის ნაკლები პრობლემა ეთმობა. რაც შემთთვის გასაგებია, მაგრამ არ მგონია რომ ეს სწორი არის. გასაგებია იმდენად, რამდენადაც სოციალური პრობლემები, პოლიტიკა, ეკონომიკა და ასე შემდეგ ყოველთვის და იმ ტიპის ქვეყანაში, როგორც ჩვენ ვართ, რაღაცა განვითარებადი დემოკრატიის, როგორც ვიყავით ყოველ შემთხვევაში, სულ ცოტა ხნის წინ, განვითარებადი დემოკრატიის რაღაცა ქონე ქვეყანაში გასაგებია რომ თავარი პრობლემები მაინც სოციალური საკითხებია და ამიტომ მედია საშუალებები ძირითად ყურადღებას ყოველთვის ამაზე ამახვილებდნენ ხოლმე და რატომღაც კულტურული მემკვიდრეობა და კულტურა ყოველთვის მიღმა რჩება. რაც სწორი არ არის, რა თქმა უნდა, და ჩვენ კარგად ვიცით და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არ არის სწორი, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ვერაფერს კარგს ვერ მოიტანს, თუნდაც ის რომ ყველამ კარგად ვიცით რომ რაღაცა თქვა ჩამოქცეული ეკონომიკა ან რაღაცა დამძიმებული ეკონომიკა შეიძლება გარკვეულ პერიოდში აღადგინო, ხო? სწორი პოლიტიკით აღდგეს. კულტურული მემკვიდრეობის თუ კულტურული მემკვიდრეობას განადგურებ, მისი აღდგენა შეუძლებელია. ამიტომ დანაკარგიც აქ ძალიან დიდი არის. ამიტომ ვფიქრობ, რომ არასწორი არის, როდესაც კულტურას და კულტურულ მემკვიდრეობას არ ეთმობა შესაბამისი დრო. მაგრამ ნუ ეს მოცემულობაა და ვერაფერს ვერ ვიზარდ. გასაგები მოცემულობა იმის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში ხდება.
როდესაც ვსაუბრობთ კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებზე და ხშირად ვახსენებთ ხოლმე მათ შორის მეც, როდესაც ამის შესაძლებლობა მეძლევა და ჩემი კოლეგებიც ხშირად ვსაუბრობთ სისტემურ პრობლემებზე. რას ნიშნავს ეს სისტემური პრობლემები? ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, რომელზეც ახლა დღეს ვისაუბრებ და რომლის საილუსტრაციო მასალასაც წარმოვადგენ, არის სისტემური ხარვეზები და სისტემური პრობლემები. სისტემური პრობლემები გასაგებია, რომ ის მოიცავს უამრავ სხვადასხვა მიმართულებას, ხო? უამრავ ქვემიმართულებას მოიცავს, რასაც ცხადია, რომ ჩვენ ყველაფერს ვერ შევეხებით. მინდა სულ რამდენიმე გამოვყო, რამდენიმე ნაწილი გამოვყო და დასაწყისში ვახსენო და მე უკვე პრეზენტაციის პარალელურად გამოჩნდება სისტემური ხარვეზების გამოვლინების სხვადასხვა ფორმა. ერთ-ერთი ძიმე პრობლემა სისტემური ხარვეზებისა გამოიხატება დარგის უკიდურეს პოლიტიზირებაში. დაახლოებით 2021 წლიდან ეს არის უკიდურესად გაცხადებული, ძალიან მკაფიოდ გაცხადებული პოზიცია, რომ სპეციალისტები კონკრეტ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იქნება, სამინისტრო იქნება თუ ასე შემდეგ, 2021 წლიდან იწყება უკიდურესი პოლიტიზირება და სპეციალისტები ირჩევიან არა იმის მიხედვით, რა გამოცდილება აქვს სფეროში, რა გამოცდილება აქვს დარგში და ასე შემდეგ, არამედ იმის მიხედვით, რა პოზიციას გამოხატავენ. უფრო მძიმე შემთხვევასთანაც გქონდა და გვაქვს საქმე, როდესაც კონტროლდება ამ სპეციალისტების რაღაცა სოციალური ქსელები, Facebook გვერდები და ამის მიხედვით ხდება მათზე შთაბეჭდილების შექმნა. ამის მიხედვით ირკვევა, ვინ არის მომხრე და ვინ უნდა დარჩეს დარგში და ვინ არა. ჩვენ ამისი ნათელი მაგალითი ვნახეთ მუზეუმებში და ამისი უკიდურესად ნათელი მაგალითი ვნახეთ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში, საიდანაც 2021 წლიდან პერმანენტულად დაიცალა პროფესიონალებისგან ეს სივრცე. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით გზადაგზა, სადაც ამის შესაძლებლობა გქონდა, რომ ეს გამოიწვევს ძალიან მძიმე შედეგებს. არა მხოლოდ დღეს და ხვალ, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. დარგი ისედაც უჭირდა ყოველთვის უჭირდა კულტურული მემკვიდრეობის სფეროს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ამ დარგს, ამ სფეროს და მათ ჰქონდათ გამოცდილება ამ ადამიანების გაშვებით, ფაქტიურად ნიშნავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო დატოვეს პროფესიონალების გარეშე და ის კადრები ჩანაცვლდა აბსოლუტურად შეუფერებელი და შეუსაბამო განათლების ადამიანებით. სისტემური პრობლემების ერთ-ერთი გამოვლინება, რასაც სააგენტოსთან მიმართებით ხედავ ხოლმე და კიდევ ამბობ, რომ გზადაგზა პრეზენტაციის ფარგლებში ვნახავთ ამ ყველაფერს, ერთ-ერთი გამოვლინება არის მონიტორინგის სისტემა. ანუ, როდესაც უწყება არის თვითონ დამკვეთი და მონიტორინგსაც თვითონ ახორციელებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მავნე პრაქტიკაა, რაც ჩვენთან საერთოდ სადმე თუ არსებობს და მათ შორის ჩვენთან, როდესაც ძეგლის სამუშაოების დამკვეთი ხშირ შემთხვევაში სააგენტოა და მონიტორინგსაც ის ახორციელებს. მონიტორინგი ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მომენტი, ხო? ის არის გადამზღვევი იმისა, რომ სამუშაოები შესრულდეს სწორად. არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, არამედ ნებისმიერ დარგში და ნებისმიერი მიმართულებით მონიტორინგის აუცილებლობა არის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გარდა იმისა, რომ არსებობს ესეთი მიმართულება, რომ მონიტორინგს და დამკვეთის თვითონ არის და მონიტორინგსაც თვითონ ახორციელებს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია სინამდვილეში და ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არ გამოვა უბრალოდ, არ გამოვა ეს ამბავი და შეუძლებელი იქნება და ამისი ნათელი მაგალითები გამოჩნდა და ვნახეთ ჩვენ. გარდა ამისა არსებობს მეორე პრობლემა, ის რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში არ არის შესაბამისი რაოდენობის კადრები მონიტორინგისთვის. ანუ წლის განმავლობაში რა რაოდენობის რესტავრაცია, კონსერვაცია, რეაბილიტაცია თუ აღდგენა ხორციელდება, იმისი შესაბამისი რაოდენობის მონიტორინგის თანამშრომლები არ არსებობენ. ვინც არსებობს, ეს მეორე პრობლემა და მესამე პრობლემა, ვინც არსებობს, ისინი შემიძლია ვთქვა თამამად, რომ ფორმალურად ხორციელდება რეალურად ეს მონიტორინგი. აბსოლუტურად ფორმალურია ეს მონიტორინგი, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღებდით იმ ყველაფერს, რაც მივიღეთ და რასაც პრეზენტაციაში ასევე ნახავთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ მონიტორინგის ნაწილი ასეთ ვითარებაში, იმ ვითარებაში, რომელსაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, მონიტორინგის ფუნქცია გარკვეულწილად და ეს გამართული სისტემის შემთხვევაშიც ასე არის. მონიტორინგის ფუნქცია გარკვეულწილად უნდა იკისროს საზოგადოებამ. ნებისმიერი განვითარებული დემოკრატიული ძლიერი საზოგადოება პასუხისმგებელი, თანაპასუხისმგებელი არის საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის ბედზე, ხო? ჩვენ ეს ვიცით, როდესაც შენს თვალწინ სისტემა, რომელსაც მორღვეულია ყველაფერი ანადგურებს კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ძეგლებს, ნებსით თუ ნებლიეთ, ცოდნით თუ მეცხრებით, მიზანმიმართულად თუ რაღაცა
შემთხვევით საზოგადოებას ამაზე უნდა ჰქონდეს რეაქცია. სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებას ამაზე რეაქცია არ აქვს და ესეც ალბათ დიდწილად ჩვენი ამ დარგის სპეციალისტების პრობლემა უნდა იყოს. მე მგონია რომ ჩვენ წლების განმავლობაში სათანადოდ არ ვაწარმოეთ ამ მიმართულებით სამუშაოები იმისთვის რომ საზოგადოებრივი ცნობიერება კულტურული მემკვიდრეობის სფეროში აგვემაღლებინა. რომ მას ცოდნოდა რომ პასუხისმგებელი არის მის სოფელში, მის რეგიონში, როდესაც რაღაცა ნადგურდება, ის პასუხისმგებელიც არის ამაზე და მას მინიმუმ თვითონ არის დამკვეთი და თვითონ იხდის ამაში ფულს. ამიტომ ის ვალდებულია მოითხოვოს რაღაცები, ან თუ ვალდებული არ არის, სასურველია, რომ მან ამაში მონაწილეობა მიიღოს და რომ ამას ვერავინ ეტყვის, რომ ეს მისი საქმე არ არის. ეს პრობლემა არ ვიცი როგორ შეიძლება გადაიჭრას, ისევ ეს გადის განათლების, ზოგადი განათლების პრობლემაზე და მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ამ მიმართულებით არსებულ ჩავარდნებზე, რომ ჩვენ შესაბამისი მიმართულებით არ გვიწარმოებია პროპაგანდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ასეთ ვითარებაში, როგორც ჩვენ ვართ, სადაც სისტემა მორღვეულია და ის არ ახორციელებს მონიტორინგს, ერთ-ერთი დამზღვევი იქნებოდა საზოგადოებრივი მონიტორინგი. თუმცა სამწუხაროდ ჩვენთან ესეც არ აღმოჩნდა ქმედითი და ესეც არ მუშაობს. სისტემური პრობლემების ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება და ბოლო ნაწილი, აი რაც შესავალ ნაწილში აზეთ საუბრო, ბოლო ნაწილი ეს არის, როდესაც სისტემა იკეტება, როდესაც ის ხდება აბსოლუტურად კარჩაკეტილი და მას არათუ საზოგადოების წინაშე აღარ აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულების განცდა, რომ საზოგადოებას უნდა უთხრას იმ პრობლემების შესახებ, გამოწვევების შესახებ, განხორციელებული თუ განუხორციელებელი, დაგეგმილი ძეგლების რეაბილიტაციების შესახებ და ასე შემდეგ. ეს არის, როდესაც სისტემა იკეტება და არათუ საზოგადოებასთან აღარ თვლიან თავს ანგარიშვალდებულად ან მედიასთან, რომელიც საზოგადოების სახელით კითხულობს, სვამს გარკვეულ კითხვებს, არამედ დარგის სპეციალისტებს, პროფესიონალებს არ აძლევენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ძეგლზე ხორციელდება სამუშაოები, როგორ გაიარა საბჭო, სხდომები, ოქმები და ასე შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ეს არის პრობლემა, როდესაც მუზეუმი არ გიშვებს საცავებში, როდესაც ძეგლთანადობის ეროვნული სააგენტოში არ გაქვს წვდომა მასალებზე. არ ვიცი, თითქოს ბოლო ცვლილებების რაღაც ხელმძღვანელის ცვლილებამ თითქოს შეიცვალა ეს ნაწილი და რაღაცა ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია. მე ვერ გეტყვით რა ხდება ბოლო ერთი თვის მანძილზე, მაგრამ ის რაც 2021 წლიდან ხდება, ეს ასე იყო და ჩვენ არ გქონდა არაფერზე წვდომა, ჩვენ არ გქონდა არც გელათის მასალებზე წვდომა თავის დროზე, არც ერთ მიმდინარე რეაბილიტაციაზე, არანაირი ინფორმაცია არ გადიოდა, ეს იყო ჩაკეტილი სისტემა. ეს არის სისტემური პრობლემების ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება, როდესაც მან იცის რომ რაღაცა საშავებს და ამას ამის საპასუხოდ აქვს ის, რომ უბრალოდ არაფერი აღარ უნდა თქვას. ტოტალური შიში იმისა, რომ რამე ინფორმაცია არ გავიდეს, ვინმეს არ მიაწოდოთ რაღაცა ინფორმაცია. ჟურნალისტს არაფერი უთხრათ, რომელიმე პროფესიონალს არ მიაწოდოთ ინფორმაცია, იმიტომ რომ არ ვიცით რას იზამენ და რას დაწერენ. როდესაც ამ მდგომარეობაში ხარ, ეს მდგომარეობა გამოხატავს თვითონ უკვე სისტემური ხარვეზების რაღაცა აი დონეს, რომელსაც ჩვენ ვეძახით, რომ რაღაცა უკიდურესი წერტილია ეს უკვე კულტურული მემკვიდრეობის სფეროში. მოდით ახლა კონკრეტული მაგალითებით განვიხილოთ ის, რაზეც საუბრობ და სხვადასხვა მიმართულებით ვეცდები რომ ჩავშალო ეს საკითხი. როდესაც ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე ვსაუბრობთ, ცხადია გვერდს ვერ აუვლით იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხას, ან იმ ძეგლებს, რომლებიც საქართველოსთან არის იუნესკოში შესული. ჩვენ თუ გვინდა შევაფასოთ რა მდგომარეობა არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართულებით, გარკვეული რანჟირების მიხედვით უნდა ავიღოთ ძეგლები, ხო? ნებისმიერი ასე შეიძლება რომ ნებისმიერი მიმართულებით აგვეღო, მაგრამ მეცადე მაინც მეტნაკლებად დავეჯგუფებინა. ერთ-ერთი ჩემი შემოთავაზება იქნება, რომ მოდი შევხედოთ როგორ მდგომარეობაში არის ის ძეგლები, რომელიც რეალურად არა მხოლოდ საქართველოს მხრიდან, არამედ მთელი მსოფლიოს მხრიდან აღიარებულია, რომ ეს არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ასეთი ძეგლები ჩვენ გვაქვს რამდენიმე, ხო? მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი არის ზემო სვანეთი 1996 წლიდან ჩაჟაში, მცხეთის ჯვრის მცხეთა და მცხეთის ჯვრის ეკლესია, სვეტიცხოველის სამთავრო, ან მცხეთის ეს რაღაცა ისტორიული ძეგლები. გელათის მონასტერი, რომელიც 94 წლიდან შევიდა, იყო ბაგრატის ტაძართან ერთად, მაგრამ ბაგრატის ტაძარი დაკორექტირდა და ბაგრატის ტაძარი ამოღებული იქნა 2017 წელს. და მეოთხე ძეგლი ეს არის 2021 წელს რაც შევიდა, ეს არის ბუნების ძეგლი კოლხეთის ეს გელათი ჩაჟაში და კოლხეთის
აი ეს ტროპიკული ტყეები და ჭაობები, რომელიც 2021 წელს შევიდა. ცხადია, რომ ამ ნაწილს ჩვენ არ შევეხებით. ჩვენთვის მთავარი ნაწილი არის შევხედოთ იმ ძეგლების მდგომარეობას, რომელიც არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ნუსხაში. ახლა ცხადია, რომ როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ძნელია აუაროთ გვერდი გელათის ეკლესიას, ხო? ანუ ყველა ის ძეგლი პრაქტიკულად, რომელიც შესული არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ნუსხაში, არის პრობლემის წინაშე. მათ შორის ამ ნაწილს კიდევ ქვევით ჩავშლი და ზუსტად ვაჩვენებ რა გამოწვევები და რა პრობლემები არის ამ მიმართულებით. გარდა ამისა, 2007 წლიდან სახელმწიფომ მოახდინა ინიცირება, ანუ წარადგინა ის ძეგლები, იმ ძეგლთა წინასწარულის სია და ნუსხა, რომელიც შესაძლოა ჩვენი სურვილით, ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო სურვილით, უნდა ვფიქრობთ, რომ ან გვინდა რომ იყოს სოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. ასეთი არის 14. ალავერდის კათედრალი, ანანური, დავითგარეჯის მონასტრები, აი ჩავყვები უბრალოდ, გრემი, კვეტერა, თათუშეთი, ნიკორწმინდა, სამთავისი, შატილი, უფლისციხე, თბილისის ისტორიული უბანი, ვანი, ვარძია ხერთვისი. ხო, ეს არის ის ძეგლები, რომელიც წარდგენილი გვაქვს. ანუ ეხლა ჩვენ თუ შევხედავთ ამას და შევაჯამებთ და შევაფასებთ, მოდით მივყვეთ ერთის მხრივ იმ ძეგლებს, რომლებიც სოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან უცხაშია და მეორე მხრივ იმ ძეგლებს, რომლებიც წარდგენილი გვაქვს, ხო? ძეგლები, რომლებიც შესული არის, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი და რა თქმა უნდა, რომ გელათს გვერდს ვერ აუვლით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ბოლო წლების განმავლობაში გელათის უმძიმესი ბოლო წლების რა 2019 წლიდან ფაქტიურად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გელათი, რომელიც კიდევ ამბობ, აი რატო თქვი დასაწყისში, რომ მე არ მინდა ვისაუბრო რაღაცა პროფესიული წიაღსვლებით, როდის რომელ სამინისტროს ებარა, მე სამინისტროები გაიყო თუ გადაბარდა ვიღაცას, იმან იტალიელებმა ასიაკეთეს, ინგლისელებმა ისე, ეს არ არის მთავარი. მე მინდა საზოგადოების მხრიდან შევხედო ამ ყველაფერს. საზოგადოებამ რა იცის და რას უყურებს, როგორ შეიძლება იმანდაბად დაინახონ ეს ყველაფერი. მე ესე ვუყურებ, როგორც საზოგადოების წევრიც, ხო? ესე ვუყურებ, რომ 2019 წლიდან გელათში ჩადის წყალი. დღეს 2025 წელია და ძლივს მოხერხდა გელათის, აი ახლა ხანს დასრულდა გელათის დროებითი გადახურვის გაკეთება. ისიც არ ვიცით ის როგორია, რამდენად გაუძლებს წყალს, რამდენად შესაძლებელია მის ქვეშ მუშაობა, გაწმენდით სამუშაოები და ასე შემდეგ. ანუ წლების განმავლობაში ჩვენ 6 წლის განმავლობაში ვუყურებთ როგორ ჩადიოდა გელათში წყალი და ამავდროულად გელათი არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მგონია რომ ეს ბევრს ამბობს და ბევრს გამოხატავს. გარდა ამისა, მეორე ძეგლი, რომელიც ასევე მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან უცხოში არის, ეს არის მცხეთის ჯვარი. მცხეთის ჯვრის ფიზიკური მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე და არის ძალიან მძიმე. ჩუბინაშვილის სამეცნიერო ცენტრს მოპოვებული ჰქონდა ამერიკის საელჩოს გრანტი, თანხის ზუსტი ოდენობა აღარ მახსოვს, თუ არ ვთქვი მილიონ ნახევარი, რომელიც გამოყოფილი იყო, რომელიც 90% დაახლოებით გამოყოფილი იყო მცხეთის ჯვრის საფასადო წყობის გამაგრებაზე. ჩვენ ვიცით, რომ იქ არის სერიოზული პრობლემები და ფასადი იშლება. გამომდინარე ქვიშაქვის თავისთავად მასალიდან გამომდინარე, გარდა ამისა, მასზე მუდმივი კლიმატური ზემოქმედება, ვიცით, რომ იქ გადის რაღაცა ცენტრალური ეს მაგისტრალი, რომელიც ასევე გავლენას ახდენს, გამონაბოლქვი, რომელიც გავლენას ახდენს და ასე შემდეგ. ანუ მცხეთის ჯვრის საფასადო წყობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და თუ იქ ბოლო დროს ხართ ნამყოფი, ნახავთ, რომ ქვა იშლება. ამისთვის ქონდა ჩუბინაშვილის ცენტრმა ამისთვის მოიპოვა ზუსტად ეს გრანტი. და ალბათ არ გაგიკვირდება თუ გეტყვით, რომ 2021 წლიდან ეტაპობრივად ისე განვითარდა პროცესები, რომ ეს გრანტი შეაჩერეს. შეაჩერეს ეს გრანტი და ამერიკის საელჩო იძულებული გახდა, რომ თანხა უკან წაეღო. და ეს თანხა აღარ მოხმარდა მცხეთის ჯვარს. ესეც იმ ნაწილიდან არის, როდესაც დასაწყისში ვამბობდი, როდესაც მე ჩემი კულტურული მემკვიდრეობას ვუფრთხილდები, ჩემი მთავარი ხაზი და მნიშვნელოვანი ჩემთვის ჩემი ღირებულებები, ფასეულობები და კულტურული მემკვიდრეობა და ასე შემდეგ ეს არის. ოღონდ ამის პარალელურად ვიღაცა ამერიკელებმა და deep state-მა ჩვენი ძეგლები რატო უნდა გააკეთოს? რაღაცა ამ ამბავში ვართ, ამ აბსურდში ვართ სინამდვილეში. ყველანაირი კვლევა მომზადებული იყო მცხეთის ჯვრისთვის, იმის საიმისოდ, რომ დაწყებულიყო იქ ფასადის გამაგრებითი სამუშაოები. შეჩერების მიზეზი იყო პოლიტიკური, რაც დასაწყისში ვახსენე. 2021 წლიდან პოლიტიზირება ამ სფეროსი არის ძალიან მაღალ ხარისხში აყვანილი. ამიტომ ამ ყველაფერს ეწირება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მათ შორის ერთ-ერთი არის მცხეთის ჯვარი. რომელსაც გარდა ამისა კიდევ მას მერე უამრავი პრობლემა გაჩნდა იქ, როდესაც იწყო სააგენტო
დიახ. აა ცხეთის ჯვარი, ამაზე ვსაუბრობთ, რომ ცხეთის ჯვარი, სადაც ამ პროექტის ჩავარდნის შემდგომ სააგენტომ ინტერიერში დაიწყო გამაგრებითი სამუშაოები, სადაც აიყვანეს კომპანია, რომელიც იყო შავსიაში მოხვედრილი. ამიტომ ფიქრობ, რომ ესეც ერთ-ერთი რაღაცა ნიშანია იმისა, რეალურად სად ვიმყოფებით და რა მდგომარეობაშია კულტურული მემკვიდრეობა. აა ეს არის გელათიის დღევანდელი მდგომარეობა. აა რაც შეეხება იმ ძეგლებს, ეხლა ჩვენ ვისაუბრეთ იმ ნაწილზე, იმ ძეგლებზე, რომლებიც არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. აა ნახეთ, რომ აქ არის სერიოზული პრობლემა, ხო? გარდა ამისა, ძეგლები, რომლებიც წარდგენილი გვაქვს, ანუ ჩვენ ვთვლით, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ძეგლებია ქართული კულტურული მემკვიდრეობისა, რომ ჩვენ გვსურს, რომ ისიც იყოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. ასეთები, როგორც ეხლა დავასახელეთ და ვნახეთ, არის 14, ხო? აქედან რომ მივყვეთ აი რომ მიყვეთ რომ არ დაეზაროს ადამიანს და რომ მიყვეს და თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ და ნახოთ. აი ალავერდიდან დაწყებული ჩვენ ვიცით რა მდგომარეობაშია ალავერდი, ხო? ბოლოს, როდესაც ახურავი გადაიხადა და იქ საერთოდ იგულისხმება და იგეგმება, არ ვიცი ეს როგორ არის ეს პროცესი ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ თუნუქის გადახურვა, ის აქვს სპილენძის გადახურვა, რომელზეც ცალკე ვისაუბრეთ სპილენძის გადახურვის ახალ ტენდენციაზე საერთოდ, მაგრამ გარდა ამისა ვიცით მის გვერდით ბადაგონის მშენებლობა წარმოუდგენელი რამ, ხო? ანუ ალავერდი თავისი გარდა მნიშვნელობისა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის როგორც მხატვრული ღირებულების მქონე ნაგებობა, რომელიც ამ ალაზრის ველზე ერთადერთი დომინანტი წარმომართული არავის არც ერთ ფეოდალს, არც ერთ მეფეს თავში აზრად არ მოსულია, რომ მის გვერდით რაღაცა საკუთარი რეზიდენციები და რაღაცები წარმოეშენებინა, ხო? ჩვენ ნახეთ წარმოუდგენელი და დაუშვებელი ფაქტი. როდესაც ალავერდის გვერდით და თუ თქვენ გინახავთ ეს ადგილზე, ეს არის ძალიან მძიმე და გულსაკლავის ანახაობა, როდესაც ხედავ რა მასშტაბის სამუშაოები წამოიწყეს ალავერდიდან დაახლოებით 100 მეტრში. აქ არ იმუშავა არც კანონმა და მისი ზონირების კანონმა, რომ დაცული უნდა იყოს, არ იმუშავა არც მორალმა, არც არაფერმა არ იმუშავა საერთოდ. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი არის. ჩვენ ხედავთ კულტურული მემკვიდრეობის, აი ზოგჯერ ვიტყვის სიტყვებს, რომელიც უბრალოდ არ მყოფლის განმარტება. მართლა არ მყოფლის. აი არის რაღაცები, რასაც პროფესიული ენით ვერ განმარტავ, ვერ ავხსნი ეს რა მოვლენა არის. ან თუ რაღაცის მშენებლობა გინდა, არ მესმის, რატომ არ შეიძლება ეს იყოს სადღაც უფრო შორს. ხო? აი, არ უბრალოდ არ ვიცი ეს რა მოვლენა არის და რასთან გვაქვს საქმე. რაღაცა ტიპის ცნობიერებაა, რომელიც მე არ ვიცი. არ ვიცი რატომ უნდა მოხდეს ძველი თბილისი, რომელიც არის თბილისის 6%. არ ვიცი რატომ უნდა მოხდეს მაინც და მაინც ამ 6%-ში რაღაცის ჩაყვეხება. რატომ არ შეიძლება რომ ეს სადღაც სხვაგან იყოს, მაგრამ ნუ ამას რაღაცა ქვია. და ვფიქრობ, საუბრობს ალბათ ყველა ჩვენ დასკვნას რა ქვია ამას და ალბათ ყველა ისედაც ვფიქრობთ, რომ გავარკვიოთ ამის სახელი. აა მინდა ეხლა ვისაუბრო ხო ალავერდის არის ვიცით რა პრობლემები არის გრემში ანუ ის ამ სიაზე ვსაუბრობთ რომელიც წარდგენილია ხო ამ კულტურული მემკვიდრეობის თემაში გრემის ტაძარი სადაც გადახურვაზე რამდენი წელია პრობლემაა და ეხლაც პრობლემაა და გადაწყვიტეს რომ არა ავთენტური გადახურვით ავთენტური რა ბოლოს არსებული მასზე გადახურვით არა ამითი დაიხურათ არამედ იქაც გამოიყენებინათ სპილენძი კვეტერა სადაც ვიცით რომ წლების განმავლობაში წყალი ჩადის სადაც კრამიტი არ მუშაობს და მუდმივად იმსხვრევა და იმტრევა ეს კრამიტი თათუშეთი სადაც ხედავთ რა მდგომარეობაა და ნადგურდება უბრალოდ ნადგურდება და იშლება ყველაფერი თითი არავინ არ აკარებს ხო ჩვენ ხედავთ ეს ციხესახლები სოფლები უზარმაზარი მასშტაბის და მნიშვნელობის ისტორიული მნიშვნელობის აი სოფლები როგორ ნადგურდება და როგორ თვალსა და ხელშუა ილევა ეს ყველაფერი და მთის ფერზე რაღაცა ამოყვანილია ეს რაღაცა უმშვენიერესი და უმნიშვნელოვანესი რაღაცა დასახლებები და სოფლები თვალსა და ხელშუა წლიდან წლამდე როგორ პატარავდება როგორ მცირდება და როგორ ეზრდება რელიეფს ნიკორ წმინდა სადაც ნახეთ რა პრობლემები არის, როდესაც მასზე არსებულმა სპილენძის გადახურვა ამოჟონა და ფასადები დააზიანა და ეს ფასადები იღებება, ხო? არ ვიცი, შატილი სადაც ასევე პრობლემებია, ძველი თბილისი, რომელიც წარდგენილი გვაქვს და გსურს რომ აი ძეგლებია, რომელიც გსურს რომ სოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი იყოს, ხო? აი ეს ის ძეგლებია, უბრალოდ ესეც ძნელი წარმოსადგენია, რომ შენ რას თავაზობ, რას თავაზობ იუნესკოს აი ამ მდგომარეობაში მყოფ ძეგლებს თავაზობთ? ანუ ჩვენთვის ეს ესეთი ძვირფასია ერთის მხრივ რომ ვამბობთ რომ ჩვენ გვინდა ეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილი იყოს და მეორე მხრივ ამას ვაკეთებთ საკუთარ ძეგლებზე რომ ამ მდგომარეობაშია ეს ყველაფერი ხო? ერთი არის რაც ჭირს უკვე არსებულ ძეგლებს რომლებიც სიაშია და მეორეა წინასწარ ნუსხაში რაც არის ისინიც რა მდგომარეობაშია ხო? ამიტომ ეს რაც შეეხება იმ იუნესკოსთან მიმართებას მგონია რომ აბსოლუტურად ნათელია და ჩვენ მკაფიოდ ხედავთ რა როგორი არის დამოკიდებულება ამ ძეგლების მიმართ.
ზუსტად რატო ავირჩია, რატო გამოვყავი იუნესკოს ძეგლები, ხო? იმიტომ რომ წესით ხო ყველა ნიშნით და ყველა კანონით მასზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ხედავთ რა ხდება იქ და თუ იქ არ ხდება და ამას არ აკეთებენ, რა შეიძლება ხდებოდეს სხვა ძეგლებზე, რომელსაც არ ვიცი, რაღაც ოფიციოზი ნაკლებ მნიშვნელობას არიჭებს და ნაკლებ ღირებულებას არიჭებს. ასეთი არის ქოროღოს ეკლესია, ვთქვათ. ასეთი არის ქოროღო, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლია და ჩვენ ნახეთ ასევე ისევ უნდა გავიმეორო სიტყვები ჩვენ ნახეთ აუხსნელი მოვლენა. ეს მართლა პროფესიულადაც აუხსნელი ამბავი არის ის, რაც ქოროღოში დატრიალდა. როდესაც სააგენტოს ოფიციალური ნებართვით მუშაობს ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა, რომლის პროექტიც გულისხმობდა, რომ მე-10 საუკუნის ზურგიანი კოშკი, რომელიც გარკვეული კვლევების მიხედვით ივარაუდება, რომ შესაძლოა ტაძარზე უფრო ადრეულიც იყოს, დაეგრია და ხელახლა აეშენებინა. მართლა გამიჭირდება უბრალოდ ამაზე რაღაცა შეფასება მოვიფიქრო რა არის. მაგრამ ქოროღოში გარდა იმისა, რომ მათ კოშკი დაანგრიეს, არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მათ გააკეთეს ტაძრის რეაბილიტაცია, აღდგენითი ნაწილი, რომელიც წარმოუდგენლად ცუდად არის შესრულებული. კედლის ნალესობები გარკვეულ ადგილებში შეილესა, გარკვეულ ადგილებში არ შეილესა. სადაც შეილესა ხელთათმანები ეტყობაზე, ხელით არის ნალესი, აი თითებში ატყობთ უბრალოდ, ხელებია ჩამოსული. წარმოუდგენელია. ვიცით ჩვენ რომ ქოროღოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა მნიშვნელოვანი ისტორიულად, მხატვრულად, რაღაცა ყველა ნიშნით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ტიტორთა რელიეფები, ხო, კაპიტელზე გამოსახული, რომელიც ამ რეაბილიტაციის პროცესში ნაგრევებში მოყვა. ნაგრევებში მოყვა კოშკის ის რა ქვია, არქიტრავად გადებული წარწერიანი ქვა, რომელიც ასევე ნაგრევებში იყო ჩარჩენილი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიული, პალეოგრაფიული, რაღაცა ყველა ნიშნი ძალიან მნიშვნელოვანია და ისიც ამ ნანგრევებში იყო. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ეხლა კიდევ ამბობ რა, რომ ვცდილობ რომ არ ჩავიდე სიღრმეში ქოროღოს შემთხვევაში, თორე აქ არის წარმოუდგენელი კასკადი პრობლემებისა, რაც ქოროღოში ხდება. უბრალოდ ეს არანაირი კონვენციით, არანაირი კანონით, მათ შორის არც ჩვენი, არც საერთაშორისო არაფრით არ მართლდება. ნებისმიერი პუნქტი, რაც კი ძეგლზე დაწერილა საერთაშორისო ქარტიებში, თუ ადგილობრივ ჩვენს კანონში არ შესული, ყველა პუნქტი დარღვეულია, ყველა კანონი დარღვეულია. აბსოლუტურად არაფერში არ ჯდება ეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის, რომ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რაღაცა ასეთი ამბავი, რომ შეიძლება ძეგლი დაიშალოს, თუ ეს აუცილებლობით არის გამოწვეული, ეს საერთაშორისო ქარტიებში წერია და ჩვენს კანონშიც ვიცით, რომ შეიძლება ძეგლი დაიშალოს და ახლიდან აეწყოს, იმ შემთხვევაში, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არსებობს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში არსებობს კონკრეტული მეთოდოლოგია, როგორ უნდა მოხდეს ძეგლის დაშლა და მისი აწყობა მერე. ან რა ნაწილის დაშლა, რა დოზით შეიძლება ის დაიშალოს ან არ დაიშალოს. ჩვენ ქოროღოში ვნახეთ ერთ-ერთი რთული მოვლენა, როდესაც ჩვენ საუბრობთ რაღაცა ისეთი ნაგებობის დაშლაზე, სადაც სამშენებლო მასალად ქვის მასიური კვადრებია გამოყენებული, თეორიულად შეიძლება, როდესაც იმ კვადრებს გადმოვაგდებ, ის არ დაიფშნას, მაგრამ აქ არის ფლეთილი ქვა. კოშკზე იყო გამოყენებული ის მასალა, რომელიც დაშლის პროცესში, ანუ ამ კოშკის ვანდალურად განადგურების და ჩამოქცევის პროცესში სრულად დაიშალა. ანუ თეორიული შანსიც კი იმისი, რომ იგივე მასალით აღადგინო. ესეც კი აღარ არის, არა თუ იგივე ფორმას და რაღაცას გაიმეორებ, რომ ეს რო აღარ იქნება ქოროღოს კოშკი, ეს ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ იმისი შესაძლებლობაც კი დაიკარგა, რომ იგივე მასალა გამოიყენო, იმიტომ რომ ეს ის მასალა აღარ არის. როგორც კი ქვევით ჩამოყარეს და დაამტვრიეს, ის ნაფშვენებად იქცა. ამიტომ მასალაც კი აღარ იქნება იგივე, ეფექტიც ვერ ექნება იმ კოშკს იგივე, იმიტომ რომ ქოროღოს კოშკზე გამოყენებული იყო ფლეთილი ქვა, ოღონდ მოზრდილი, დიდი ზომის ფლეთილი ქვა, რომელიც მხატვრულ ეფექტს ქმნიდა, რომელსაც ფუნქციური მნიშვნელობა ჰქონდა, ეს ყველაფერი აღარ იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ქოროღოს აღარ გავაგრძელებ, აქ არის ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი უცნაური იყო, რომ რატომღაც პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ ეს კოშკი არ იყო ისედაც ავთენტური და რომ ეს იყო 70-იან წლებში შეკეთებული, რაც ასე ნამდვილად არ არის და საარქივო დოკუმენტების მაგალითზე ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნაშიც ეს წერია და გარდა ამისა უახლოეს მომავალში გამოვა ჩემი წერილი ამასთან დაკავშირებით, სადაც ვრცლად იქნება მოთხრობილი ქოროღოს საარქივო მასალების მიხედვით ქოროღოს ეკლესიაზე და კოშკზე განხორციელებული სამუშაოები, რომელიც ძალიან დიდმა რესტავრატორმა ლეოხემ შეაშვილმა განახორციელა. იქ ყველაფერი იყო ავთენტური, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ქოროღო ისედაც არ იყო ავთენტური, ეს არის უბრალოდ ყუილი და ამისი კადრება არ შეიძლება. ეს ის მდგომარეობა, რომელიც აი ქვები, რომელსაც გაჩვენებდით ნანგრევებში მოყოლილი, ეს უკვე გაწმენდის შემდეგ არის, ჯერ კიდევ და რაღაცა არის გადაფარებული. აი ამ მდგომარეობა მონიტორინგს ვნახულობ რა მდგომარეობა და წინა წელს უკვე დაწყებული იყო კოშკის მშენებლობა. ანუ კოშკი ძირამდე დაშალეს, აბსოლუტურად ძირამდე დაშალეს და ხელახლა დაიწყეს მისი შენება. და გასულ წელს
გასულ წელს უკვე პირველი სართული, უბრალოდ ნული სართული, მიწის დონე უკვე ამოყვანილი იყო წელს, არ ვიცი, უახლოეს მომავალში ავალ და გვეცოდინება ეს ინფორმაციაც რა მდგომარეობაა წელს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, სადაც ეს ის შემთხვევებია, რასაც ახლა ჩვენ საუბრობთ, სადაც სახელმწიფო ჩაერია, სახელმწიფო ჩაერია. ჩვენ გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო უყურადღებობის შედეგად ნადგურდება ძეგლები, მაგრამ ეხლა განვიხილავ სამ ძეგლს, რომელიც სახელმწიფო ჩაერია და რა შედეგი მივიღეთ, ჩვენ ვხედავთ, მეთოდოლოგიურად გაუმართლებელი და აბსოლუტურად ყველა ნიშნით გაუმართლებელი პროექტები. ერთ-ერთი ასეთი არის ხილოწმინდის იოანე ათვისმცემლის ეკლესია. ეს არის ფოტოები რეაბილიტაციის დაწყებამდე. ჩვენ ვიცით, აი ამ მდგომარეობა. ხილოწმინდის ეკლესიის რესტავრაცია და მისი სრული აღდგენა დაგეგმილი იყო 2007 წელს. პროექტის განხორციელდა შედგა და მისი ვიზუალური მხარე როგორი შეიძლებოდა ის ყოფილიყო, ჩვენ ეს პროექტირება გვაქვს და არქივში მოიპოვება. თუმცა ეს პროექტი არ განხორციელდა. არ განხორციელდა სწორედ იმის გამო, რომ არ იყო საკმარისი მასალა, არ იყო საკმარისი კვლევები ჩატარებული საიმისოდ, რომ ჩვენ გვცოდნოდა როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ხილოწმინდის ეკლესია დასრულებული ფორმით, ავთენტური სახით. ამიტომ შეწყდა ეს პროექტი. 2017-19 წლებში, 2014-ში დაიწყო, მაგრამ 17-19 წლებში განხორციელდა ნინო ყანჩელის პროექტი, რომელიც იყო საკონსერვაციო. მათაც დაიწყეს ხილოწმინდის ეკლესიის რესტავრაციაზე ფიქრი, მაგრამ ქალბატონ ნინო და მასთან ერთად ხელოვნება ცოდნე ნატალია ჩიტიშვილი კვლევის პროცესში მიხვდნენ, რომ არ არის საკმარისი მასალა. არ არის საკმარისი მასალა იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ მისი რესტავრაცია. ამიტომ ყველაზე გონივრული მოსაზრება იყო და ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება მიღებული, როდესაც მოხდა მისი კონსერვაცია. და 2017-19 წლებში განხორციელდა ეს სამუშაოები. 2019 წელს ხელახლა დაიძრა ხილოწმინდის ტაძრის რესტავრაციის მისი სრული აღდგენის საკითხი და ამ შემთხვევაში უკვე დასრულდა კიდევაც ის და გაგრძელდა უბრალოდ დასრულებული მე მგონი ჯერ არ არის და გაგრძელდა აი ასე. ჩვენ აი ამ ნანგრევისგან, აი აქედან ჩვენ მივიღეთ აი რკინა-ბეტონის, პემზის, რაღაცა არ ვიცი, რაღაცა წარმოუდგენელი მასა, რომელმაც აბსოლუტურად გადაფარა ნაგებობა აბსოლუტურად გადაფარა ავთენტური ძველი ფენა და აი აქ კადრებშიც ნახავთ კიდევ უფრო ახლო დეტალებს. ჩვენ ხედავთ აი რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, დასხმული ზედ, გარედან მიკრული აი ეს ფილები, სრული ბუტაფორია. მეთოდოლოგიურად ეს პროექტი მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დაშვებები პროფესიულ სივრცეში არსებობს არა ამ კონკრეტული შემთხვევის, არამედ ამ მეთოდით აღდგენის შესახებ და თითქოს არსებობს დაშვება, რომ შეიძლება გაკეთდეს ასე ძეგლი, მეც ვამბობ და ვეთანხმები, რომ შესაძლებელია, რომ ახალი მასა გაჩნდეს განსხვავებული ავთენტური ფორმისგან გაჩნდეს ახალი მასა და ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო ქარტიებიც ამას ამბობს და რაღაცა ოღონდ ეს ამას გააჩნია როგორ ხდება, ხო? ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორ აკეთებ და რა მასალას იყენებ, რა ფორმით იყენებ, რა დოზით იყენებ, რამდენად მოხსნადია ის ყველაფერი და რამდენად ძეგლის ავთენტურ პირველად ფორმებს არ არღვევს და არ აკრობს. ჩვენ აქ ხედავთ, რომ აბსოლუტურად წაშალა ამ მასამ და ამ შენებლობამ, რომელიც რა პროპორციებით არის გაკეთებული, რა კვლევაზე არის დაყრდნობილი. ამავე პროექტის სახელოვნებაცოდნეო კვლევის საწინააღმდეგოდ მიდის პროექტი. კვლევაში სხვა რამ წერია, სახელოვნებაცოდნეო დასკვნაში და რეკომენდაციაში აბსოლუტურად სხვა რამ წერია, რასაც არ ითვალისწინებს საერთოდ რესტავრაცია. საერთოდ სხვა მხარეს წავიდეთ, ძეგლი მე-10 საუკუნის არის, მე-13 საუკუნის მაგალითების მიხედვით იწყებენ აშენებას. ეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს უბრალოდ ეს ყველაფერი. და ჩვენ უბრალოდ აი ამ იმ ნანგრევისგან არ მინდა ჩათვალოთ ისე რომ თითქოს რაღაცა ნანგრევებს ვიტირი და ნანგრევებისთვის რაღაცა ეს რომანტიკაში ვარ, რაღაცა ნანგრევების რომანტიკა ხიბლავს, არ ხიბლავს ეს. უბრალოდ იმისგან რაც იყო მშვენიერება, რაც იყო ავთენტური, რაც იყო მნიშვნელოვანი და ისტორიული, ღირებული, ყველაფერი ეს აიშალა და ჩვენ მივიღეთ ბეტონის ჩვენივე დაფინანსებით სამწუხაროდ, მივიღეთ ბეტონის აი ეს გაუგებარი მასა, სხმული, რომელმაც სრულად გააქრო ავთენტური ფორმა და პირველადი ტაძრის ნაწილები. რაც შეეხება ძეგლებს, რომლებიც უყურადღებობით ნადგურდება, იმის გამო, რომ დრო გარკვეულწილად შეზღუდული გვაქვს, ვცდილობ, რომ ბევრი მაგალითი და ბევრი ძეგლი არ მოვიყვანო. ერთ-ერთი გამოხატულება და ნათელი გამოხატულება ამისი არის დოლოჯოპის ეკლესია, რომელიც ჩემი ხედვით ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. ქართული სატაძრო არქიტექტურის მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა არის. დოლოჯოპის ბაზილიკა დაკავშირებული არის ბევრ ადრექრისტიანული ქართული ხუროთმოძღვრების კვლევის ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან. დოლოჯოპის აღმოჩენამ დაძრა უამრავი პრობლემა ქართულ ხელოვნებაცოდნეობაში. ის აღმოჩნდა ბევრი რაღაცისთვის პასუხის გამცემი ან ახალი კითხვების გამჩენი. ამიტომ დოლოჯოპის ტაძარი, რომელიც თავისი მასშტაბებით კავკასიაში აფხაზეთის გამოკლებით საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდია თავისი ზომებით, პროპორციებით, არქიტექტურული ფორმებით გამორჩეული ესეთი მნიშვნელოვანი ძეგლი აღმოჩნდა, რაც რეალურად რაღაცა
ხო, რასაც ვამბობ, რაღაც გააჩინა ახალი კვლევის მიმართულებები. ხო, ეს ძეგლი აა, ყოველ წელს აი დაახლოებით ამ მდგომარეობაში ვარდება. იმის გამო, რომ იქ მდინარე დურუჯი დიდდება, არ გვერდზე ჩამომავალი ხევი ადიდდება, აი ამ მდგომარეობაში ვარდება ძეგლი. სადაც ჩვენ ხედავთ, აი მარცხენა ფოტოზე ხედავთ სამარხები არის, ქვა სამარხები, რომელიც არის გვერდით მინაშენებში. ტაძრის მინაშენებში. აი ამ მდგომარეობაში ვარდება ეს ყველაფერი. არქეოლოგიური სამუშაოები აქ გაუგებარი მიზეზის გამო შეწყვიტა ხელისუფლების სახელმწიფო ძეგლთანაცვლად შეაჩერა ეს სამუშაოები და ყოველწლიურად აი ამ გათხრილი ძეგლის გამოვლენი, რომელიც გასაგრძელებელი იყო აქ სამუშაოები, ის მისი კონსერვაცია გასაკეთებელი იყო, მისი სწორი პრეზენტირება იყო საჭირო, ის უნდა გადახურული იყო, მოქცეულიყო გარკვეული ხოლგა გადახურვის ქვეშ. ანუ მისი სწორი პრეზენტირება მომხდარიყო და შენარჩუნება და დაცვა აი მომენტში შეწყდა ზუსტად სამუშაოები და ჩვენ ხედავთ თვალსა და ხელშუა როგორ ინგრევა, ნადგურდება და ფუჭდება ბევრი რამ, აი აქ, ძალიან ბევრი რამე არის. ეხლა ერთით შეხედვით შეიძლება ეს არ ჩანდეს წყლის ამ მასაში, მაგრამ მოვარდნილი წყალი უამრავ რაღაცას აზიანებს დოლოჭოპის ეკლესიაში. აა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, როდესაც ჩვენ კულტურულ და ეხლა როდესაც ჩვენ ნახეთ სატაძრო ხუროთმოძღვრებას რა სჭირს, ხო? ესეთ მნიშვნელოვან და გამორჩეულ ძეგლებს. ანუ ის რაც საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში ხდება და რა მდგომარეობა და რა პრობლემაც არის, ცხადია რომ არავის არ გაგვიკვირდება, რომ საერო ხელოვნება, საერო არქიტექტურა, იქნება ეს სათავდაცვო კოშკები, საცხოვრებლები, სამეურნეო ნაგებობები თუ ასე შემდეგ, რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს. ცხადია რომ აქ საერთოდ მსჯელობა იმაზე, რავი მეთოდოლოგიაზე კი არა. აბსოლუტურად არანაირი ხედვა არ არსებობს ამ მიმართულებთან. არ არსებობს არავითარი ხედვა იმასთან დაკავშირებით ჩვენ რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენი ტრადიციული ქართული საცხოვრისის გადარჩენის მიმართულებით. ეს არის კერძო ინიციატივები, რამდენიმე კერძო ინიციატივა, სადაც შესაძლებელი გახდა, მათ შორის საერთაშორისო ჩართულობით, გარკვეული ძეგლების აღდგენა, სწორი ფორმით აღდგენა და რაღაც ძალიან დიდი რესურსი საზოგადოებრივი თუ ფინანსური ჩაიდო ამ ყველაფერში და გაკეთდა, მაგრამ სახელმწიფოს ამ მიმართულებით არავითარი ხედვა არ აქვს. საერთოდ არ არსებობს ამასთან დაკავშირებით ხედვა. მე მინდა უბრალოდ რამდენიმე საერო ნაგებობა, ციხესახლი, სოფელი და ასე შემდეგ სხვადასხვა რეგიონისა გაჩვენოთ, რომელსაც ბოლოს 2 წელია, რომელზეც მუშაობ და დავდივარ და ეს მაგალითად აი ეს კონკრეტული რასაც ახლა ჩვენ უყურებთ, ეს არის სულ რაღაც გუშინ თუ გუშინ წინ გადაღებული ედიციიდან. მინდა უბრალოდ შევხედოთ აი ამ სოფლებს რა მდგომარეობაშია ეს სახლები, სხვადასხვა მიმართულების, ეს არის თქვათ ყაზბეგის და გუდამაყრის ხევი გუდამაყრის მხარე, სადაც ჩვენ ვხედავთ აი ამ მდგომარეობაშია ციხესახლები, გვიანი შუა საუკუნეების ეს უმნიშვნელოვანესი ფორმა ქართული საერო არქიტექტურისა. და ჩვენ ვხედავთ ერთის მხრივ მიტოვებული, თლიანად მიტოვებული სოფლები, მეორე მხრივ სახლები, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედ სოფელში არის ჩართული, მაგრამ ნადგურდება გზადაგზა და სხვადასხვა ღირებულების, სხვადასხვა დროის და სხვადასხვა მნიშვნელობის. ერთი რამე არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც საერო არქიტექტურაზე ვსაუბრობ და განსაკუთრებით ტრადიციულ საცხოვრისზე რომ გავაცნობიეროთ რა. ტრადიციული საცხოვრისი ასახავს ყველაზე უფრო მკაფიოდ და კარგად ასახავს საზოგადოების ყოფას, მის რწმენა წარმოდგენებს, მის ისტორიულ მის მსოფლმხედველობას. სახლი ეს არ იყო მარტო საცხოვრისი. ჩვენ ვიცით, რომ უმეტეს შემთხვევაში სახლი ითავსებდა საკრალურ ფუნქციასაც და მასში იყო მოქცეული საკრალური ფუნქცია. ამდენად ამ საზოგადოებისა და სოციუმის კონკრეტულ შემთხვევაში მათი რწმენა წარმოდგენები, მათი სააზროვნო სისტემა, სააზროვნო ველი ჩვენთვის ყველაზე უფრო მკაფიოდ გასაგები ხდება სწორედ ტრადიციული საცხოვრისით. აი დაახლოებით ეს შედარებისთვის შემიძლია ვთქვა, როდესაც არსებობს ქართულ კედლის მხატვრობაში ოფიციალური ხაზი, ეგრეთ წოდებული სამეფისკარო მოხატულობები და არსებობს ხალხური ნაკადი, ხო, ეგრეთ წოდებული ხალხური ნაკადი, რომელიც უკიდურესად საინტერესო და მნიშვნელოვანი არის. იქ არის ასახული აი ეს თავისუფლება, რომელიც ამ ადამიანებში არის, ხო? აი ეს ხალხური ნაკადი და ხალხური ხუროთმოძღვრება ყოველთვის გიჩვენებს შესაძლებლობების უკიდურეს მრავალფეროვნებას. როგორ შეიძლება მუშაობდეს ოსტატი, როგორ შეიძლება აკეთებდნენ კონკრეტული ძეგლის, ან კონკრეტულ ძეგლს, მოხატულობას და ასე შემდეგ. ეს ასახავს ჩემი შეხედულებით ვფიქრობ ყველაზე უფრო მკაფიოდ ასახავს თუ შეგინდა გაიგო რომელიმე მხარის ისტორია, მისი კულტურა, ყველაზე კარგი გახური ხელოვნები.
ჩვენ ნახავთ ყველაზე მკაფიოდ და ნათლად გამოხატულს აი ამ განსხვავებებს, მის დამოკიდებულებას, როგორი არის მისი მიმართება, აი იგივე მოხატულობებთან დაკავშირებით, ხო, საეკლესიო მოხატულობებთან დაკავშირებით, როგორია მისი წარმოდგენა კონკრეტული წმინდანის მიმართ, როგორ ასახავს, როგორია მისი ღმერთი, როგორ უყურებს ის ამ ყველაფერს და როგორ წარმოიდგენს, როგორ განიცდის, ხო? იგივე არის თქვა სოფხედველობრივი განსხვავება და აღქმის ამბავი, როდესაც ჩვენ იკონოსტასზე და კანკელზე ვსაუბრობთ, ხო? ჩვენ ვიცით როგორია ჩვენი დამოკიდებულება, როდესაც საკურთხეველი დაბალი კანკელით არის გაყოფილი. ეს ხომ აჩვენებს იმას, რომ ქართველისთვის ღმერთი არ არის სადღაც შორს და მიღმა. ის მასთან ახლოს არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ქართული ტრადიციული საცხოვრისი არ უნდა გავიგოთ მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ რაღაცა სახლი იგრევა სადღაც. ქართული ტრადიციული საცხოვრისის გაქრობა გამოიწვევს ჩვენი ისტორიის უდიდესი ნაწილის ჩამოჭრას. უბრალოდ ჩამოჭრა არის ეს ისტორიისა. ჩვენ ხედავთ ახლა სამცხე-ჯავახეთს, ხო, რა მდგომარეობა უმნიშვნელოვანესი ფორმა ქართული ტრადიციული საცხოვრისისა, ქართული დარბაზი. წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ქართულ საეკლესიო არქიტექტურაზე უფრო დიდი ისტორია გააჩნია. და შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ ქართული ტრადიციული არქიტექტურის ჩამოყალიბებაში ქართულ დარბაზს უდიდესი წვლილი მიუძღვის, ხო? აი რა მდგომარეობაში ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი ასპარიძეების დარბაზი. სოფელი ბალანთა, აი შაქრო მელიქიძის სახლი, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ძეგლი ამ მიმართულებით ქართული დარბაზის ერთ-ერთი ბრწყინვალე და გამორჩეული ნიმუში, რომელიც უბრალოდ ინგრევა და რადგურდება. როგორც კი თოვლი მოდის, თოვლი აწვება მას და ყოველ ზამთარს თქვენ შეიძლება შემდეგ ზამთარს ეს ვეღარ ნახოთ, იმიტომ რომ უბრალოდ თოვლი ჩაწვება და ჩააგრევს. ასეთი არის ათობით და ასობით ძეგლი მთელი საქართველოს მასშტაბით, საერო ნაგებობები, ციხესიმაგრეები, ციხესახლები სხვადასხვა რეგიონში რაღაცა ეს თავადური სახლები, სასახლეები, ყველაფერი ეს მეორე ხარისხოვანია და ყველაფერი ეს ნადგურდება. ამაზე საერთოდ არ არსებობს არავითარი პოლიტიკა, რა შეიძლება გაკეთდეს და არსებობს ალბათ ჩემი ხედვით, რასაც აქ აღარ ვისაუბრებ, არსებობს ძალიან დიდი რესურსი და შესაძლებლობა, რომ ამ ყველაფერში შემოიყვანო კერძო ინვესტორები და ვფიქრობ, რომ შესაძლებლობა ამისი არის, რომ ჩვენ აი ამ ყველაფრის გადარჩენა მოვახერხოთ, მაშინ როდესაც სახელმწიფო ამას ვერ არ აკეთებს, კერძო ინვესტორების დახმარებით შესაძლებელი გახდეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჩართულობით ამ ყველაფრის გადარჩენა, თუმცა ეს ცალკე საკითხია და მსჯელობის საგანია. აი ისევ ბარალეთი წინა წელს ვიყავით და სამსონ ინასარიძე, რომლის დარბაზიც არის ეს, ერთ-ერთი სვეტი არის იმდენად გამოზლექილი და გამოვარდნილი, რომ ეჭვი მაქვს, რომ შეიძლებოდა მაშინვე დავრეკე სააგენტოში, ძეგლთადაცვის სააგენტოში და ვთხოვე, რომ უბრალოდ ადით და ძეგლი გაამაგრეთ. ერთი სვეტი შეაყენეთ შიგნით, იმიტომ რომ ამის უფლება სხვას არ აქვს, მარტო სააგენტოს აქვს ამის უფლება. ადამიანს თავზე ჩამოიხვდა და დავკარგავთ ერთ ზამთარში, ხო შეიძლება ერთი სვეტის შეყენება გადაწყვეტს ამ ყველაფერს და მოდი თუ ვერ გადაწყვეტ და თუ გრძელვადიან პერსპექტივაში შენ არ შეგიძლია ამის აღდგენა მინიმუმ ის მაინც მოვახერხოთ, რომ შევინარჩუნოთ და ამას დიდი ძალისხმევა არ ჭირდება, ამას უბრალოდ ყურადღება ჭირდება და სწორი სისტემა, რაც როგორც ხედავთ, არც ერთი და არც მეორე ჩვენ არ გვაქვს. კახეთი, ბაქირში არსებული სახლები, კახეთში წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა ასევე სახლებისა, რომელიც ნადგურდება, ასევე კახეთი. და ბოლოს მინდა ერთ საკითხს შევეხო. ეს არის მეტნაკლებად საჩოთირო და საკამათო ამბავი. აი ამ სწორედ საცხოვრისთან დაკავშირებით, ძეგლის სტატუსი. ჩვენ ვიცით, რომ ძეგლის სტატუსი ეს არის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ან სახელმწიფო, როდესაც გარკვეულ ნაგებობას ძეგლის სტატუსს ანიჭებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აცნობიერებს მის მნიშვნელობას, მის ისტორიულ, კულტურულ და ასე შემდეგ რელიგიურ მნიშვნელობას აცნობიერებს და მას ანიჭებს სტატუსს. სტატუსის მინიჭება უნდა იყოს და ჩვენი კანონმდებლობაც ამას განსაზღვრავს და ძალიან მკაფიო წერია კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რა პასუხისმგებლობა დგება, როდესაც სახელმწიფო ანიჭებს კონკრეტულ ძეგლს სტატუსს. სტატუსის მინიჭების შემდგომ უნდა დაიწყოს ამ ძეგლზე ზრუნვა. ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად საპირისპიროს, როდესაც ძეგლთადაცვის სააგენტო ან სახელმწიფო ანიჭებს კონკრეტულ ძეგლებს სტატუსს და შემდგომ მათ საერთოდ არაფერს არ აკეთებს მათი გადარჩენისთვის, აბსოლუტურად არაფერს. ეხლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახლებზე, საცხოვრებელ სახლებზე, ეხლა ეკლესიის შემთხვევაში, ციხესიმაგრის შემთხვევაში ეს გასაგებია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლების ძალიან დიდ რაოდენობაში ცხოვრობენ ადამიანები. ადამიანის ღირებულება და ფასეულობაა, ხო? არ შეიძლება ასე ადამიანი გაწირო და უთხრა, რომ იცი რა, შენი სახლი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მე სტატუსს მივანიჭებ და მე დამთავრდა ყველაფერი. საერთოდ აღარ შევეხები. ეს ჩემთვის დაახლოებით გავს იმას, რომ რაღაცა
ზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა ცენტრში ქუჩიდან აიყვანო ბავშვი, რომელსაც მშობელი ვეღარ უვლის, თვლი რომ ვეღარ უვლის და წაიყვანო ბავშვთა სახლში. და აღიარო სახელმწიფო სტრუქტურამ ბავშვთა ცენტრმა, რომ იცი რა, ეს ბავშვი ზრუნველობას საჭიროებს. მე ამიტომ წავიყვანე ბავშვთა ცენტრში. ოღონდ მე აღარაფერი არ გააკეთოს მისთვის. არც მისი განვითარებისთვის, არც ჯანმრთელობისთვის, არც გადარჩენისთვის, არაფერი აღარ გააკეთოს საერთოდ. ეს ამას გავს და არ არის სწორი ეს დამოკიდებულება, როდესაც შენ ხო აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ ძეგლის სტატუსი არ უნდა მიენიჭოს. რა თქმა უნდა, რომ უნდა მიენიჭოს, უბრალოდ ჩვენი ხარ უნდა გავჩერდეთ. ანუ სახელმწიფომ არ უნდა თქვას, რომ იცი რა, ნახეთ, მე ძეგლის სტატუსი მივანიჭე და 11000-ზე მეტი ძეგლი გვაქვს ჩვენ დღეს საქართველოში. თავარი არ არის ძეგლის სტატუსი მივანიჭოთ. თავარი არის, რომ ამის მერე რაც იწყება, ძეგლის სტატუსი პირველი ნაბიჯია. პირველი და ყველაზე არსებითად ყველაზე ნაკლები მნიშვნელობის ნაბიჯი. მერე არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ როცა მიანიჭე ძეგლის სტატუსი, მას ჭირდება დაცვა, გადარჩენა, სწორი პრეზენტირება, კვლევა და ასე შემდეგ, რაც აბსოლუტურად არაფერი აღარ არის უზრუნველყოფილი. ჩვენი ძეგლების უმეტესობა 11000-მდე ძეგლი რაც გაგვაჩნია, უმეტესობა ზუსტად აი ამ მდგომარეობაში არის. ერთი სიტყვით უნდა ვთქვათ, რომ ეს სრულიად ახალი მოვლენაა ჩემთვისაც და ეხლა გავიგე, რომ უძრავი ძეგლები, ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები საერთოდ არ არსებობს ეს ცნება. არაფერს არ აქვს ძეგლის სტატუსი მინიჭებული. არაფერს. მუზეუმშიაც არის დაცული ოქროს ფონდი. აბსოლუტურად არაფერს ძეგლის სტატუსი არ აქვს მინიჭებული. უძრავი კულტურული მემკვიდრეობა ცალკე უდიდესი და უმძიმესი გამოწვევაა. უმძიმესი გამოწვევა, სადაც ისიც კი არ არის ჯერ მოხერხებული, რომ ძეგლის სტატუსი კონდეს. არაფერს არ აქვს. შეგიძლიათ წარმოვიდგინოთ, რომ ხახულის ხატს რაღაცა, საღოლაშენის ლორფინებს, არაფერს ძეგლის სტატუსი არ აქვს მინიჭებული. ეს ცალკე ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი პრობლემაა. მე უბრალოდ ვიკითხავ, თუ დარჩა დრო შეჯამებისთვის. როგორც ხვდები, დაახლოებით 10 წუთი გვაქვს კიდევ, ხო? ხო, რა თქმა უნდა, დავიწყოთ გვიან და გავაგზავნოთ. ერთგვარი შეჯამების სახით მინდა რომ ცოტა საკამათო ამბავს ვიტყვი ალბათ ზედაპირულად თუ შევხედავთ ცოტა საკამათოდ ჟღერს და ჩანს, მაგრამ თუ სიღრმისეულად გავყვებით, ალბათ აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში ეს საკითხი ეს საკამათო სინამდვილეში სულაც არ არის. მინდა შევეხო კულტურის პოლიტიკის საკითხს, კულტურით манипуლირების და კულტურული მემკვიდრეობით პოლიტიზირების და პოლიტიკურ თემად ქცევის საკითხს. ეს მინდა განვიხილოთ, დავინახოთ დაახლოებით ევროპისა და რუსული ცნობიერებისა და ევროპული ცნობიერების ფარგლებში. მინდა ცოტა განზოგადებულად ერთგვარ ფილოსოფიურ ჭრილში შევხედო ამ მოვლენას. ჩვენ ვიცით ესეთი ცნება რაღაცა წარსული, ცუდი წარსული, სისხლიანი 9 წელი და ასე შემდეგ, რაღაცა საშინელება. კულტურაშიც არსებობს ასეთი, რომელიც ძალიან კაფიოდ არის ხოლმე გამოყენებული ხშირად პროპაგანდისთვის. ეს არის ბაგრატის ტაძარი. აი ბაგრატის ტაძარი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დღეს მინდა მას გვერდზე დაუყენო ორი ძალიან დიდი მნიშვნელობის ძეგლი, აწყური და კუმურდო. მინდა რომ ეს ერთ მხარეს აწყური და კუმურდოს შევხედოთ და მეორე მხარეს ბაგრატის ტაძარს. როდესაც ჩვენ საუბრობთ და ყველას თელ საზოგადოებაში, საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჩამოყალიბდა ესე, რომ ბაგრატის ტაძარი არის ცუდი იმის გამო, და რო კითხოთ 90% რო აიყვანო ჩვეულებრივ მოსახლეობისა იქ, მისთვის ცუდი არის ის, რომ იქ არის ლიფტი და იქ არის შიგნით რკინის კონსტრუქცია. მისთვის ცუდი არ არის გუმბათი, მისთვის ცუდი არ არის აღდგენილი კედლები, მას ეს არ აწუხებს. ქართულ საზოგადოებას აწუხებს იქ ლიფტი და რკინის რაღაცა ისინი, რა ქვია, ელემენტები. და უნდა ვთქვათ, რომ ყველაზე ნაკლები პრობლემაა ბაგრატში. ყველაზე ნაკლები პრობლემა. არა თუ პრობლემა არ არის ეს. ეს არის ყველაზე სწორი პოზიცია. როდესაც შენ არ მოგატყუეს, როდესაც ჩვენ დღეს ვდგავართ ევროპული საზოგადოების კართან, სადაც უნდა მიგვიღონ და გავხდეთ ევროპული საზოგადოების ნაწილი, ის გეუბნება, რომ იცი რა, შენ გამოსასწორებელი გაქვს რაღაცეები, ის ღიად გეუბნება და არ გატყუებს ამას. ბაგრატი არის ის შემთხვევა, როდესაც ლიფტი არ გატყუებს რაღაცას. ის არის მისი დემონტაჟი შესაძლებელია, ნებისმიერ დროს ერთი ქვის რაღაცა მოუხსნელად შეიძლება იმისი დემონტაჟი და არ არის სწორი, როდესაც საზოგადოების ცნობიერებაში და ამას იყენებს ძალიან კარგად პოლიტიკური манипуляცია. დღეს ძალიან კარგად იყენებენ, რომ აი რაღაცა რასაშინლად გააკეთეს, ეს რა უკრეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მართლაც რა უკნეს. იქ ძალიან ბევრი სერიოზული პრობლემაა და ჩვენ ეს პროფესიონალებმა კარგად ვიცით, მაგრამ ის რაც ჩვენ გვაწუხებს და რასაც ჩვენ ვხედავდით, რა მოხდა შიგნით, რა მოხდა საძირკვლებში, როგორ რაღაცა ჩაბეტონდა რაღაცეები, როგორ არ განხორციელდა კვლევა. ეს ნაწილი საზოგადოებამ არ იცის. მათ ეს ნაწილი არ აწუხებს. საზოგადოებას აწუხებს ის, რაც ღიად უთხრა. მე მინდა ეს ამბავი ასეთ კონტექსტში დავინახო. ევროპული ცნობიერება, რომელიც ღიად და პირდაპირ გეუბნება რა არის.
არაფერს მალავს და რუსული ცნობიერება. მოდი შევხედოთ, აბა თუ პრობლემატური არის ბაგრატი და ესეთი რთული და გადაულახავ თემად იქცა და პროპაგანდის იარაღად მერე და რაღაც ამ ნიშნით არის ხოლმე გამოყენებული ხშირად და ბაგრატით მართლდება, მერე ყველაფერი ბაგრატით გამართლდა, გელათი ბაგრატით შეიძლება გაამართლო ყველაფერი რა. ისევე როგორც პოლიტიკაში შეიძლება გამართლდეს ყველაფერი 9 წლით და სისხლიანი 9 წლით, ხო? ზუსტად ასე იყენებენ. ბაგრატი არის ის მთავარი იარაღი, არგუმენტი, რომელსაც ოფიციოზი ხშირად ამოიღებს ხოლმე რაღაცა როგორც ჯოკერს თუ რაღაცას და იძახის რომ აი ბაგრატი აბა ის გინდოდათ. რა ხდება დღეს კუბურდოში? კუბურდოში შენდება ისე, რომ სინამდვილეში ყველაფერი დასამარებულია იქ. არაფერი არ ვიცით, არ ვიცით გუმბათის ფორმა, პროპორციები, ზომა, არავითარი ანალოგია ამისი არ არსებობს. ჩვენთან ჩუბინაშვილის ცენტრში იყო დიდი განხილვა ამასთან დაკავშირებით. მაშინ ბატონი დიმიტრი თუმანიშვილი იყო ცოცხალი, ისიც მონაწილეობდა ამ განხილვაში. ჩვენ ძალიან ბევრი ვიკამათეთ და ვიმშელეთ იმასთან დაკავშირებით, როგორი შეიძლება და ის ყოფილიყო. არ ვიცით როგორია. კვლევა ამის საფუძველს არ გვაძლევს და ჩვენ წარმოდგენა არ აქვს როგორია. არ ვიცით როგორი არის აწყური. აწყურის შემთხვევაში ავთენტური ქვები, რელიეფები, გამოსახულებიანი ქვები, მისი გუმბათის ნაწილები იქვე ყრია. ისი აშენდა აწყური რომ ქვები არ გამოუყენებიათ. იქვე ყრია რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში ჩასხმული და ასე შემდეგ. რატომ არ არის ეს საზოგადოებისთვის პრობლემა? რატომ არ არის? რატომ ვერავინ ვერ ხედავს? იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რა? ჩვენ გვინდა და ეს ცნობიერების ნაწილია, ჩვენი ცნობიერების ნაწილია, მათ შორის კულტურულ მემკვიდრეობაზეც ის ასე მუშაობს. ჩვენ გვინდა გითხრან რომ კარგი ტყუილი გითხრან. გვირჩევნია კარგი ტყუილი გითხრან, ვიდრე სიმართლე გითხრან მწარე. ბაგრატის შემთხვევა ზუსტად ასე ვუყურებ მე. იქ გაჩენილი ლიფტები, ეს არის მარტივად მოშორებადი და მოხსნადი. რაც ქვევით მოხდა, ამაზე საუბარი ზედმეტია, რა თქმა უნდა, რომ იქ ძალიან ბევრი ცუდი რამე მოხდა, მაგრამ ის რაც საზოგადოებისთვის არის ესეთი ძიმედ მისაღები, ძალიან კარგად ჩანს სინამდვილეში მასშტაბებში. როდესაც კუმურდო და აწყური ესეთი მნიშვნელოვანი ძეგლები სინამდვილეში ნადგურდება და სინამდვილეში მეთოდოლოგიას, ვერც მეთოდოლოგია, ვერც დამოკიდებულება და ვერც მიდგომა კრიტიკას ვერ უძლებს. უბრალოდ ეს საზოგადოებას, მათ შორის ხშირ შემთხვევაში პროფესიულ საზოგადოებასაც თვალში არ ხვდება. მე არ მახსოვს ბოლოს ვინმეს რამე წერილი დაეწეროს და სადმე გამოსვლები ყოფილიყო კუბურდოსთან დაკავშირებით, რაც იქ ხდება, იმისი ჩაბეტონება და აწყურში ხო საერთოდ წარმოუდგენელია საერთოდ რაც აწყურში ხორციელდება. ადგილზე რომ მიხვიდეთ, იქვე ეზოში ვენახავთ აწყურის ორიგინალ ქვებს. მისი საფასადო ქვებს, დეკორს, სარკმლის თავებს, არქიტრავებს, ყველაფერი იყრია. არაფერი გამოუყენებია, სუახალი ქვებით რაღაცები ააშენეს. ოღონდ რა, ის რომ ხო თავარია რომ ტრადიციულ ფორმაში არის. თავარი არის რომ იქ ხო რკინა არ ჩანს, ან მინა ხო არ ჩანს. ეს არის და ამ მდგომარეობამდე ვარ. საბოლოო ჯამში მინდა ეს რისთვის მოვიყვანე და რისი თქვა მინდოდა ამითი რომ ბევრი გვაქვს როგორც ჩანს სამუშაო ჩვენ სფეროს და ჩვენ დარგს, ბევრი გვაქვს სამუშაო ხალხთან, რომ მათ იცოდნენ სწორი შეფასების სწორად გაკეთება. რომ მათ დაინახო და ამ პროპაგანდამ არ მოგატყუოს და არ რაღაცა ასე ძიმედ არ იმოქმედოს პროპაგანდა ადამიანებზე. კულტურული მემკვიდრეობით манипуლირება და ამითი პროპაგანდირება მგონია რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ჩვენი და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ამისთვის საჭირო არის ჩვენ სწორი მიმართულებით ვიმუშაოთ დარგის სპეციალისტებმა და საზოგადოებას სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია და ისინი მუდმივად ყავდეს ინფორმირებული ამ მიმართულებით. როგორია შეფასების კრიტერიუმები, როგორ შეიძლება შევხედოთ, სად რა ხდება. მგონია რომ აი იმის ფონზე რაც ახლა ჩვენ ვაჩვენეთ და უკიდურესად შეზღუდულ დროში ხო, ცხადია რომ უამრავი სხვა მიმართულება ურბანული მემკვიდრეობა, რომელიც საერთოდ გამომრჩა, სადაც კატასტროფა არის, ხო? ცალკე მსჯელობის საგანია კიდევ. ჩვენ ვხედავთ სინამდვილეში სად არის ჩვენი ქვეყანა. აი აქ არის რა, კულტურული მემკვიდრეობას აი ასე ვუბლით და აქ არის ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ფიქრობ, რომ საჭირო არის საზოგადოებასთან ხშირი, აქტიური, ყველა ფორმის კომუნიკაცია, რომ მათ იცოდნენ სინამდვილეში რას კარგავენ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ნოდარ ესეთი ამომწურავი მიუხედავად მოკლე დროისა მოხსენებისთვის და რა ვიცი ჩვენი დღევანდელი ვითარების მოხილვისთვის. ახლა შეგვიძლია გავხსნათ კითხვა-პასუხის სესია. თუ გვაქვს შეკითხვები და ბაგრატთან დაკავშირებით უბრალოდ თუნებას მომცემთ, მე დავამატებ, რომ რა თქმა უნდა ეს ბაგრატში ხა შეცდომების კასკადი იყო დაშვებული, მაგრამ ნამდვილად ლიფტი და ეს რკინის ანუ ელემენტები და ეს ბოძები ინტერიერში და ასე შემდეგ, რომელიც ანდრეა ბრუნოს ჩარევით გაკეთდა, ყველაზე სწორი მიდგომაა. გამაგიეროთ აი ეს აღმშენებლობა, რაც ესე მიჩუმათებულად და შეუთანხმებლად და კვლევების და შესაბამისი
მუშაობის გარეშე, ანუ წინასწარმეტყველების სამუშაოს გარეშე განხორციელდა კრემელაშვილის პროექტით. იგი იყო ყველაზე დამაზიანებელი და დღემდე ამ შედეგს ვიმკით, ასე ვთქვათ, ხედავთ და ამიტომაც ვერ შენარჩუნდა ბაგრატი სოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, რადგანაც ავთენტიკურობა დაკარგა. ანუ მთავარი ღირებულება, მთავარი მახასიათებელი ეს ავთენტიკურობა მაინც და როდესაც ჩარევა ხილულია, ვთქვათ, ლიფტის თუ იქნება თუ ვთქვათ, ლითონის თანამედროვე მასალის გამოყენებული სვეტებით და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა მისაღებია. მაგრამ ეს მიბაძვა და ეს რაც გაკეთდა თავიდან, ანუ იმიტაცია ოშკის და ასე შემდეგ. ეს იყო მეუბნებელი. უბრალოდ აი ფართო საზოგადოებისთვის რომ გასაგები იყოს და სრულებით ახლადით. უბრალოდ სამწუხაროდ ბაგრატი იმდენად შესწასული იყო უკვე რომ ვერ მოხერხდა მისი ავთენტიკურობის და ესე იგი დაბრუნება, ანუ ვეღარ გადარჩა რა, დიდი მადლობა ნოდარ ესეთი ვრცელი თავიდან თქვით რომ ეს ექსპერტების არაექსპერტული საზოგადოებისთვის იყო ათვალისწინებული, მაგრამ ნუ ექსპერტები ვიღა არიან. აი ახლა მე რამდენი ალავერძე რო დაიწყო ეს გუმბათის შეკეთება, ცნობილი კადრები იყო, აი ეს ექსპერტები სწორედ იმ გუმბათის გარშემო იდგნენ და მშვიდად უყურებდნენ ის სასტუმრო როგორ მთავრდებოდა. არ ვიცი მე არ ყოფილვარ დამთავრდა თუ არ დამთავრდა, ყოველ შემთხვევაში გვამცნეს რომ ის არაფერი ის არ არის რა. საზოგადოების დამოკიდებულებაა ეს იქ იგივე სოფელშიც როგორი განწყობაა, ეხლა რამოდენიმე მაგალითი იყო, ეხლა კუპრაშვილებს ტიბანში როგორ მოხდნენ, ცალკე საკითხია, მაგრამ თვითონ ეს სოფელი როგორ უყურებს ამას. აი ეხლა დავბრუნდი ცოტა ხნის წინ ხიზაბავრიდან, რომელიც იშვიათი მაგალითია, თლიანი ქსოვილი, ეს ურბანული ქსოვილი ჯერ კიდევ არსებობს და არაფერი არ აწუხებს არავის. მოდი ესე, ნუ რაღაცა სხვანაირი კუთხით აწუხებს, არა? იქ მე ბედნიერება მქონდა, როგორც ლეო ხიმშიაშვილმა წავგვიყვანა ერთხელ და აგვიხსნა წრომირას ნიშნავს და მერე ვნახე მისი უკვე აღარ იყო ცოცხალი და მისი აღდგენილი თხოვბაერდი საერთოდ ფანტასტიკური როგორ უყურებდა ამ ყველაფერს რა. და ის სულ იმას ცდილობდა ჩვენ ახალგაზრდებს როგორ უნდა მიუდგეს საქმეს რა. ეს წყვეტაა ახლა რეალურად ამისი რა, რასაც უყურებ. ის არც ქალაქში გასვლა აღარ მოგინდება ისეა თავისუფლების მოედნიდან ვეღარ გაიხედა ვერსაით უკვე რა. აი ეს ჩვენ საზოგადოებაც არა ვართ ისე რომ ერთიანი ვიყოთ და რაღაცა ზემოქმედების ხო ინგრევა ის თბილისი ბევრი ობიექტური მიზეზის გამო, არა მარტო სუბიექტურია რა. ხო და არავინ აი თვითონ როცა მაცხოვრებელსაც გაუჩნდება რაღაცნაირი აი ხო არ არის ახლა თქვა მთის არქიტექტურა შედარებით ისეთია რომელსაც შეიძლება გაზარდო იმ სოფელში ერთი ქვის დამდები მაინც არა მე მახსოვს თუშეთში ჩამოყავდათ ორი იქიდან ხუშეთელი ქვის დამდები რომ შრალი წყობის ის გაეკეთებინათ ეს არ არის რთული თითქოს მაგრამ უამრავ პრობლემას ვაწყდები და აუცილებლად მინდა თქვა რომ ნახეთ ფალიაშვილის 53 ნომერში კულტურის მინისტრის აივანი მეორე სართულზე და მიხვდებით რომ აი რა უნდა გვეშველოს როცა პოლიტიკას განსაზღვრავს ადამიანი რომელსაც ასე ვთქვათ ფრანგული აივანი როგორ ესმის ფრანგული აივანი მართალია წინამორბედები იქ მეორე ფლიგელში ცხოვრობენ რომელსაც მიბაძა მაგრამ ისიც კი ვერ გაიმეორა უკაცრავად ჩართვისთვის და ბევრი ლაპარაკი მადლობა პატრონ ლევან ხიზაბავრაშიც კი არა ისიც მითხრეს რომ დაგრევა გვინდაო სახლისა უბრალოდ ტრაქტორისთვისო ფული არ მაქვს თორე ამას დავაგრევდიო და ძალიან ვეცადე რომ ამეხსნა რომ ოღონდ ეს არ გააკეთოთ ხო რომელი დარბაზი კი უამრავია მთელი სოფელი არის ფაქტიურად აი ქსელი ყველაფერი რაც ნუ ეხლა რაღაცას ვცდილობთ რომ ვთქვათ დარუკება მოხდეს ამის და რაღაცნაირი მაინც ისტორიას შეღოთ და აი სადაც არ უნდა წახვიდე არა ჩვენ ფაქტიურად აი იგივე ის სამუშაო უზარმაზარი არა 2007 წელს რაც ბოლომდე ხორ მივიდა რა თითოეულ სახს უნდა კონდეს ისეთი აღწერა
რომ რაღაც ის მშენებელი, რომელიც რასაკვირველია, სრულიად სხვა სამყაროდან არის მოსულია რა, იმას მაინც რაღაცა გულში გაუჩნდეს, ვა, ეს ვა სანამ იმ მშენებელს არა ის ქვა ზუსტად ისე ეყრება, როგორც აწყურის ეზოში რა. ეს არ არსებობს, ეს შენო როცა მსოფლიო ბანკი იძლეოდა ამ იმებს, აი შეღავათიან კრედიტი, ყოველთვის ამბობდა, რომ ეს თქვენ გეკუთვნის, თქვენია belonging, რასაც ქვია ownership. და ჩვენ გონია, რომ ეს რაღაცა ისეა რა. deep state არ არის ეგრე რა. ხო, ნუ ეს ზოგადად ხა ცნობიერების პრობლემაა, როგორც ნოდარმა აღნიშნა და რეგიონული პოლიტიკის, ანუ არასწორი რეგიონული პოლიტიკაც არის, რომელიც ვერ უწყობს ხელს იმას, რომ ადამიანმა ვთქვათ რეგიონში გაითავისოს მუნიციპალიტეტმა ვთქვათ თავისი ღირებულებები და ასე შემდეგ და როგორც რაღაც სოციალური და ეკონომიკური სიკეთის წყაროს შეხედოს, ხო? ეგეც ყველაფერი ცენტრალიზებულია. მაგრამ აი ალავერთან დაკავშირებით მინდოდა კიდევ ერთი კომენტარის გაკეთება. ჩვენ მაშინ აი ბადაგონისის რო დაიწყო სასტუმროს მშენებლობა, ძალიან ბევრი წერილი დავწერეთ ნამდვილად, აღარ მახსოვს ზუსტად რომელი წელი იყო. შეიძლება 22 ან და ცალკე მას კულტურის სამინისტროს, ცალკე საპატრიარქოს, ცალკე პრემიერ-მინისტრს, აი რამდენიმე ორგანიზაციამ და რაღაც, მაგრამ აი ერთსულოვნება ძალიან გვაკლია რა ზოგადად აი ამ მემკვიდრეობის სფეროში და რაღაცნაირად ეს იყო რაღაც ინტერვიუებიც იყო ამასთან დაკავშირებით ზოგიერთმა მედიამ გააშუქა ეს პრობლემა ალავერტის ანუ ალაზნის ველზე ეს მშენებლობა რაც მართლა ტრაგედია, მაგრამ რაღაცნაირად მაშინ ზუსტად აი როგორც ითქვა, სწორედ ის პერიოდიც იყო, როცა საერთოდ პასუხის ღირსათაც არ თვლიდნენ. ანუ პირველად აი ეს დრამა მოხდა, რომ უწყებაში, ოფიციალურ უწყებაში აგზავნიდი წერილს და პასუხსაც არ იღებდი რა. თუნდაც რაღაც დროებიც ან ისეც შუალედურს. და ნუ რა ვიცი მოკლედ საპატრიარქოს ძალა კიდევ ცალკე ფენომენია და ბატონო ვენახი ახლა რომ ალავერტში არ ისე და არავინ რომ ამაზე ნუ ახლა ლაპარაკ ვენახი შეიძლება არ შეიძლება ის ფესები რას უზავს იმ ტერიტორიას რაღაცა ეხლა არის ეს ხო ის არის და უყურებთ თვითონ არქიტექტორია თან ყველაზე საწყენი და ის აბა რო არის მოდეს კიდე რო არის ნუ რა ეს არ ვიცი ახლა თან გამოწი ადრე გარეჩი იყო რაღაცა ხო აქ შეხება ქონდა ამდენი ხნის განმავლობაში და ნუ თუ ესე რაღაცა აღზევება პოლიტიკური თუ რა ქვია მაგას ის ხო და ნუ ეს ძალიან მტკივნეული საკითხი მე მგონი დათა იზერიას სურს რაღაც ის თქვა დიდი მადლობა ნოდარ, მარინ დიდი მადლობა ამ დისკუსიისთვის. კარგად აჩვენეთ პრინციპში კულტურული მემკვიდრეობის მიმართ დამოკიდებულება აჩვენებს საზოგადოების მდგომარეობას ნოდარ თქვი კიდევაც და კარგად გამოჩნდა რა მდგომარეობაში საზოგადოება. ჩემი კითხვა არის, რამდენიმე საკითხი მინდა დავსვა. ერთია რომ აქ პრობლემა არის პერსონების თუ პრობლემაა სისტემის, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ახლა ორი განსხვავებული ხელისუფლება და პრობლემები არსობრივად სისტემურ დონეზე უბრალოდ ძალიან მსგავსი იყო ხო ეხლა ვთქვათ ბაგრატ თუ პოლიტიკური ნება არის მოკლედ ის გაბნის ნებისმიერ სხვა განწყობას და ეს მგონია თვითონ სისტემის გაუმართავობაშია პრობლემა იმიტომ რომ ჩართულ მხარეებს პრინციპში მაქსიმუმ რეაგირების ფუნქცია აქვს საზოგადოება არ არისო ჩართული და რა ინსტრუმენტი აქვს რომ საზოგადოებას ჩაერთოს რა ინსტრუმენტი აქვს ადგილობრივ თემს რომ ჩაერთოს აქვს კი მას რაიმე ძალა აზრი არის თუ არა ის რომ უბრალოდ ძალისხმევა გაწიოს უბრალოდ ურჩევნია ადაპტირება მოახდინოს ანუ მე რასაც ვხედავ არსებულ სისტემაში პრობლემა მდგომარეობს სწორედ იმაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემას გულისხმობ ეს სისტემა არ იძლევა საშუალებას ერთ-ერთი გაწყვეტილების მიღებია მთავრობა რომელიც თავისი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას. სანამ ეს სისტემა იქნება ასე რომ ერთ წერტილში ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, მე ვეჭვმაქვ ეს არ მოგვარდება. თუ არსებობს რაიმე მოდელი, სადაც ჩართული მხარეები იქნებიან თანაპარტნიორები, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ საზოგადოების როგორც პარტნიორზე, მაგრამ მას არ აქვს ძალაუფლება.
ეს არ აქვს რეალურად ბერკეტი, რომელთაც შეუძლია პოლიტიკური გადაწყვეტილება შეაჩეროს, ხო? ბაგრატი იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ისე როგორც ბაგრატის აშენია ბაგრატის მიერაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ბუნებრივია. ნამხელა ელათიც ნაგებობის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. კი, და ბაგრატის თავის მხრივ ძალიან საინტერესო ხო ავიღოთ მასშტაბი. ხო, ეხლა ზუსტად ესე შევხედოთ პატარა ქალაქზე. ეხაც კი თავზე დახურებს ამ თაზე ამხელა ოჩკი და სვეტიცხოვლის ზომის ტაძარი, ხო? ანუ იშვიათი შემთხვევაა. ესეც თავის მხრივ სახასიათო ის არის პოლიტიკური კონტექსტისა, რომელიც იცი შენდებოდა, მაგრამ ეხლა ჩვენ დღევანდელს დავუბრუნდეთ. მოკლედ, გონია რომ ევიდან ზევით საზოგადოების საინტერესო მხარეებმა უნდა დაიწყოს ფიქრი იმაზე, როგორ აიწყოს სისტემა, როცა ესენი უკვე აღარ იქნებიან, როცა გვექნება საშუალება იმის, რომ ნორმალური ქვეყანა ავიშევოთ, რომ ისევ იგივე ჩიქში არ შევიდეთ. იმიტომ რომ ერთის მხრივ არის კულტურული მემკვიდრეობა, მაგრამ მეურსხულის რო ცოცხალი იყოს, ეს ნიშნავს, რომ ეს უნდა იყოს ცოცხალი სოციუმის ცოცხალი ნაწილი. ამიტომ სულად გასაგები, როდესაც თქვა რევს აქვს სურვილი ტაძარი, რომელიც მის გვერდითაა, ის ისევ ფუნქციონირებდეს. ერთის მხრივ ეს ინტერესია, მეორეს მხრივ თქვა არის ინტერესი ის, რომ ეს იყოს შენარჩუნებული. მესამეს მხრივ არის ინტერესი, თქვა სამხალხო შეხედულებას თუ ვისაუბრებთ, იქ თქვა შეიძლება ეკონომიკური მოტივები იყოს, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს კულტურული მემკვიდრეობის თვის. და როგორ მოვახდინოთ აი ამათი თანხმედრა ისე, რომ მინიმალურად არც ერთ მხარე მაქსიმალურად შევიცავთ, რომ არც ერთ მხარე არ დაზიანდეს და ყველას ინტერესი იყოს გათვალისწინებული. მე მგონია, რომ პრობლემა ის არის, რომ ეს არ არის ბოლომდე ნაფიქრი. იმიტომ რომ ფაქტია, რომ თუ სისტემა არ მუშაობს უკვე 20 წელია, მე 2003-დან თვლი, იმიტომ რომ შევარდნის დროს უბრალოდ არაფერი არ მუშაობდა და ნუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც პოლიტოლოგები ეძახიან, არ შემდგარი სახელმწიფო ქონა, ხო? ანუ მას შემდეგ რაც სახელმწიფო გვაქვს, ორი რეჟიმია, ორი სხვადასხვა პოლიტიკური ძალაა და ორივე პრინციპში ამ მიმართულებით თითქმის მსგავს მიდგომას ახორციელებს. ხო, აი როგორ შევქმნათ სისტემა, რომელიც აი ამ რისკებს ამაოდ გამორიცხავს. ასეთივე ძალიან კრიტიკული პრობლემა დადგება მცხეთასთან დაკავშირებით. ეს მცხეთა კულტურული მემკვიდრეობის ახსენე კიდევაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია, შესაბამისად იქ მაქსიმალური შეზღუდვებია, რაც საბოლოო ჯამში წყდება ადგილობრივი თემის ხარჯზე და რაღაც მომენტში არის რისკი იმის, რომ რომელიღაც პოლიტიკურმა ძალამ არჩევნების წინ გადაწყვიტოს, რომ თემის ხმა გაითვალისწინოს და არის დიდი რისკი იმის, რომ აქაც რაღაცა ესეთი ტალღა ცუნამივი წარმოვიდეს, რომელიც იძიანს მიაყენებს. ამიტომ თუ თადარიგს არ დავიჭერთ ეხლავე ეს რისკი ძალიან მაღალია. თემი ზიანდება იქნება, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაინტერესებულია და გული შესტკივა, გონია, რომ რაღაცნაირად უნდა მოვახდინოთ ფიქრის დაწყება, როგორ შევქმნათ მოდელი, სისტემა, რომელიც აი ამ ყველა დილემას პასუხს გასცემს და ამ ყველა ქართული მხარის ქართულობით და ინკლუზიურობით შექმნის მედეგ სისტემას, რომელიც აი ამ რისკებისგან დაგუწევს, რაზეც საუბრობთ. სხვანაირად, ნუ ფაქტია რა, რაც არ უნდა ვიზახოთ, კარგი სისტემა აქვს და უბრალოდ ადამიანები არ ღვევენ, თუ აი ესე 20 წელია, 25 წელია ირღვევა, ნიშნავს, რომ ის რაღაცა სისტემაში არ ფუნქციონირებს, ანუ რაღაცა იქ გაუმართავია და ჩვენ ჯგუფს კულტურული მემკვიდრეობის ინტერეს ჯგუფს მოგიწოდებთ, რომ თქვენ ასე ვთქვათ, აიღოთ ინიციატივა და ამ მიმართულებით დაიწყოს ფიქრი. ახლობთ იგივე დისკუსია იყო გარემოს დაცვის მიმართულებით და მათთან სწორედ გადავწყვიტეთ, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ სისტემურ მოდელზე დაიწყოს ფიქრს. აი ეს მინდოდა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ნოდარ ამ ძალიან სრულყოფილი სურათისთვის, რომელიც პრეზენტირება მოახდინე და მარინე აი ამ დისკუსიის ორგანიზებისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. მადლობა დათა. ცხადია, რომ ამ მიმართულებით არის დასაწყები მუშაობა, დღეს ცოტა ესე ჩანს ხოლმე, ისე ჟღერს ხშირად მithქვავს და ჩვენც
დათა ბევრჯერ ვისაუბრია და დიდი ხანი გვიფიქრია ამაზე, როგორ შეიძლება ეს ფორმა იყოს, რაღაცა, როგორ შეიქმნას ეს მონიტორინგის სისტემა იქნება თუ რაღაცა სისტემა, რომელიც რაღაცეებს დააზღვევს. დღეს ცოტა უცნაურად ჟღერს ხოლმე, არ ვიცი, ყოველთვის დაახლოებით ეს ხა ცუდად არ მინდა გამომივიდეს, ასეთ პასუხს ვიღებს, როცა ვამბობ, რომ ხალხო ეს არ შეიძლება ესე გაგრძელდეს. რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მე მაინც მწავს, რომ დადგება ის მომენტი, როდესაც გკითხავენ ვიღაცეებს, რომ ხალხო, აი ამდენი წელი გავიდა და მზად არის სახელმწიფო, შეიქმნა სახელმწიფო და მზად არის, რომ კულტურული მემკვიდრეობა მივხედოთ და როგორ მივხედოთ და ჩვენ არ გვექნება პასუხი. დიდი ხნის წინ ეს მითხრა ბატონმა დიმიტრი თუმანიშვილმა, როდესაც მითხრა, რომ 25 წლია გეგმაზე ვიგუშაოთო და ძალიან გამიკვირდა და მაშინ ვუთხარი, რომ მეთქი, აი ბატონო, მე ორ დღეში ისე იცვლება მინისტრი, მეთქი რაღაცა რა 25 წლიანი გეგმა ვერ გაიგებ რა. არა, ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გქონდეს ესეთი გეგმები მზად, იმიტომ რომ აკაცმა არ ჩვენ ვერასოდეს ვიფიქრებდით, რომ დადგებოდა 2003 წელი, დადგებოდა დრო, როდესაც ვიღაცა მოვიდოდა და მკითხავდა, რომ აი ამდენი წელია რაღაცა საპროტესტებს, რაღაცაზე ფიქრობთ, რაღაცას იკლავთ. როგორ გავაკეთოთ ახლა? და ჩვენ მაშინ პასუხი არ გქონდა ამისთვის. არ ვიცოდითო, იმიტომ რომ არასოდეს გვეფიქრა ამაზე, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდებოდა. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდება ადრე თუ გვიან და ნამდვილად ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ მდგომარეობაში კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ რა სისტემა გვინდა და როგორი არის საუკეთესო ვერსია იმისა, რომ სწორად იმართოს და არ გქონდეს ისეთი ჩავარდნები, რომელიც დამოკიდებული არის კონკრეტულ პირზე, გადაწყვეტილების მიმღებ ერთ პირზე და ვერტიკალზე აგებულ ისეთ რგოლზე, სადაც რაღაცა ბოლოში ერთი კაცი იღებს საკუთარ თავზე ყველანაირ პასუხისმგებლობას. პრინციპში ჩვენ პოლიტიკურათაც ეგრე გვაქვს დალაგებული ყველაფერი საზოგადოების ნაწილზე მინდა აქ თქვა ცნობიერებაზე, რომ ჩვენ რომ ავირჩევთ ერთხელ ხელისუფლებას, მერე მომდევნო 20 წელი არაფერს აღარ ვკითხულობთ, აღარ ვეკითხებით, რატო არ გეცდება ეს, რატო არ დაახლოებით იგივე კულტურულ მემკვიდრეობაში. გადავაბარეთ ვიღაცას, ვიღაცა არის კულტურული მემკვიდრეობის პატრონი. და შენ რო შენი წილი გაქვს მონაწილეობისა და მინიმუმ ვერაფერს ვერ იზავ დათა მართალია, რაც ხო ცხადია რომ მას არავითარი ბერკეტი არ აქვს. ეს ბერკეტი არის სწორად მოსაფიქრებელი, რა თქმა უნდა, მაგრამ მინიმუმ ის ხო შეგიძლია რომ გააპროტესტო რაღაც, ანუ როცა ხშია და როცა სახს გინგრევ ხო აპროტესტებ, როცა შენს იმაში რა ქვია, სოფელში თავზე განგრევენ მე-10 საუკუნის კოშკს მინიმუმ ხო შეგიძლია თქვა, გააპროტესტო, აი ხუთი კაცი ავიდეს და რაღაცა თქვას რომ კარავს დავცებ და არ დაგანგრევინებ, აი ხუთი რესტავრატორი მუშაობს ქოროღოზე. როცა ანგრევდნენ, უბრალოდ ხუთი კაცი შეიძლება და მისულიყო და ეთქვა რომ ამის უფლებას არ მოგცემ, არ დაგანგრევინებ იმას რა ქვია, კულტურულ მემკვიდრეობას. ხო ეს შეგვეძლო ჩვენს გვექნა პროფესიონალებს და ეს შეეძლო საზოგადოების ნებისმიერ წევრს, იმიტომ რომ ეს მათი კუთვნილებაა. რა თქმა უნდა რომ მოსაფიქრებელი არის ძალიან სერიოზულად ყველაფერი ასეც დათა ამბობდა. მე მზად ვარ ამაში ჩავერთო თუ ეს რაღაცა დავიწყოთ ამაზე ფიქრი. თუნდაც ერთი ნაბიჯი წავიდეთ წინ არც. მადლობა. ხმა არის ის კალბატონო მარინე თქვენი. აი ძალიან დიდი პრობლემები ხარ რასაც ვაწყდებით ხო ადგილობრივ თემთან მიმართებით ახლა დათამ რას თქვა ქვემოდან ზემოთ რა თქმა უნდა ასე უნდა იყოს და ყველას გათავისებული უნდა ქონდეს თქვა მემკვიდრეობის მნიშვნელობა თავისი თემისთვის მაგრამ რეალურად განათლების პრობლემა და ცნობიერების ძალიან დიდი ნოდარმაც ახსენა ეს და კიდევ კანონის აღსრულების ანუ ესეც ძალიან დიდი ხარვეზა იმიტომ ახლა თუნდაც თბილისში რაც მოხდა პანორამა თბილისი ავიღოთ ხო ვიბრძოლეთ და რაღაც მაგრამ აი მოიჭრა მთები და რომელი ანუ ყველანაირ კანონმდებლობას ყველანაირ საერთაშორისო კონვენციას ხო ყველაფერს ეწინააღმდეგება ის რაც მოხდა თბილისში მაგრამ კანონის აღსრულების პრობლემა გვაქვს და როგორც სხვა დარგებში ანუ მხოლოდ ჩვენს დარგში არა და მე მგონი აი ესეც კანონის უზენაესობის პრინციპის საკითხი არის მაინც ძალიან გადამწყვეტი ჩვენს სფეროშიც, ისე როგორც სხვა სფეროში, მაგრამ პლუს ეს დეცენტრალიზაცია, მონიტორინგი და გათავისება რა განათლება და და შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტის გაწერა რა თქმა უნდა, სადაც ყველა უწყებას, ყველასთვის უნდა იყოს გამჭოლი მემკვიდრეობის თემა. ასეთი დოკუმენტის მონახაზი არსებობს ადრე იკომოს მიერ შემუშავებული, რომელიც თაროზე დარჩა 2014 წელს გაკეთდა ეს დოკუმენტი, ძალიან საინტერესო. თავისი შედარებითი ანალიზით თქვა სხვა წარმატებულ მაგალითებთან, რა ვიცი, ესტონეთი იქნებოდა თუ ნიდერლანდები იქ როგორ იმართება მემკვიდრეობის სფერო და მაგრამ ეს დოკუმენტი რომ განვიხილოთ, თქვა და განააქტუალიზაცია მოვახდინოთ, იმიტომ რაზეც მე მგონი საუბრობდა იყო ის რომ უბრალოდ საზოგადოებისთვის მათ შორის აქტიური საზოგადოებისთვისაც კი უცნობია თუ ეს უშუალოდ კულტურულ მემკვიდრეობაში არის ჩართული გარწმუნებული ვარ რომ უცნობია აქტიური საზოგადოებისთვისაც და კიდე ამის აქტივიზაცია რომ გაკეთდეს და ეს როგორც ასე ვთქვათ
გათავისდეს სხვა პროფესიის ადამიანებისთვისაც. ოღონდ აქტიური ადამიანებისთვის სხვა პროფესიებში რა, ეხლა ისტორიკოსი იქნება, მასწავლებელი იქნება, ავცი ბიოლოგი იმისთვისაც იქამდეც რომ მივიტანოთ, იმიტომ რომ თუ არ შევქმნით კოალიციები, ეს დარჩება ვიწრო დარგობრივ დოკუმენტებად და ამიტომაც ყოველთვის რაღაც პროპაგანდის შედეგად უცბად მოხდება ხოლმე გარდატეხვა. და ამის მაგალითი მოყავს ხოლმე კორუფცია. და კორუფცია 2003-ში უკვე ადაპტირებული იყო ყველა კორუფციასთან მეტნაკლებად, მაგრამ იმიტომ რომ საზოგადოების ვთქვათ opinion maker-ებს რო ეძახიან, აზრის შემქმნელები ხშირად და აქტიურად საუბრობდნენ კორუფციაზე, შესაბამისად გამოჩნდა პოლიტიკური ძალა, რომელიც ამაზე პოლიტიკური კაპიტალიზაცია გააკეთა, რაც ძალიან კარგი ეს არის პოლიტიკოსების საქმე. იქნებ თუ ამის აქტუალიზაციას გავაკეთებთ სწორედ მიწოდებას, გამოჩნდნენ პოლიტიკური აქტორები, რომლებიც ამას გაიაზრებენ და დაინახავენ, რომ ამ თემით შეიძლება არ გაგებით სოციალური დობის მოპოვება და სოციალური კაპიტალის მოგროვება. მე მგონია რომ დარგის სპეციალისტების ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ეს არის. ამიტომ დიდი სიამოვნებით ვიღებდი მონაწილეობას, თუნდაც აი ამ დოკუმენტის საფუძველზე მოხდეს მსჯელობის ინიციირება და პროცესის დაწყება. ჩვენ რეალურად ვიყავ კიდე ემიგრაციაში, ხო ეს ნაცისტების დროს გერმანული ინტელექტუალების ფორმულაც იყო, ხო რაღაცები არ შეგვეძლო გავუკეთებინა, მაგრამ ემზადებოდით, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდებოდა და მოგვეცემოდა საშუალება აგვიშენებინა ნორმალურ სახელმწიფო. ჩვენ ხა ერთი მხრივ ვართ აქტიურ პროტესტში, მაგრამ მეორე მხრივ უნდა ვიფიქროთ, როდესაც ვთქვათ, ბამე გადაივლის, რას ვაკეთებთ. რომ მე მახსოვს რეფორმებს 2003-დან ბევრი რაღაც ის რეფორმები განხორციელდა მეტნაკლებად წარმატებულად, რომელიც მეტნაკლებად მომზადებული იყო წინასწარ. ეხლა ჩვენ მგონი არის დრო იმისთვის, რომ ამაზე დავუწყოთ, იმიტომ რომ მართლაც დადგება მომენტი, როდესაც იკითხავენ პოლიტიკოსები აბსტრაქტულად გითხარით რა არის გასაკეთებელი და აღმოჩნდება, რომ შინიდაც არ გექნება ამაზე ბოლომდე შეთანხმებული და კონსენსუსი და ამიტომ მგონია, რომ ეხლა ამისთვის გვაქვს დრო. პაროთ თუ სასიხარულოდ საათს გვეკითხებიან და შეგვიძლია ამაზე ენერგია დავხატოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ლევან. არა, ეს დავამატებ სხვა შორის იმ რა დოკუმენტზეც რო იქ წიგნის გამოვიდა, მე მგონი იუნესკოს-ის თარგმნეს და მოარგეს ჩვენი სკოლებისთვის იყოს სახელმძღვანელო კულტურულ მემკვიდრეობასთან მშვენიერი წიგნია, რომელიც უბრალოდ აი რამდენი სკოლაა მთელ საქართველოში და რაღაც ელემენტარული ცოდნა რომ მიიღონ პატარებმა და რაღაცა უფრო ეხლა სულ ძირითადად რაღაც ეს სხვა რაღაცეებით დატვირთულად ასწავლიან ყველაფერს და რაღაც მით უმეტეს ეხლა ესე რელიგიათ ცოდნეობა ესე აქტიურია ვთქვათ ამ საგანმანათლებლო სისტემაში და ამ დროს ძალიან ცოცხალი კიდეა ადვილი ენით დაწერილია და რაღაცა ბავშვმა თვითონაც რო იწოდეს ელემენტარულად კროკის გაკეთებაც რო ისწავლოს ვიღაც ერთმა იმ სოფელი იქნება თუ რა ქვია დაბა რა ეგეც დიდი საქმეა ეხლა იქ ლაგოდეხში იყო რაღაც მრგვალი ტაძარი როა და რაღაც ხო რაღაცა აქტიურობა ხო არ ვიცი ეხლა მე რამდენად როგორ პროფესიულ და მაგრამ დაინახეს რომ რაღაცა ძვირფასია რა და ეგ ჩართულობა თუ არ იქნა არაფერი არ გამოვა ამ პოლიტიკურ დონეზე ეგ უნდა იყოს აი რაღაც სწორედ იმ ადამიანში უნდა იჯდეს ეს კი რა თქმა უნდა და ეს სახელმძღვანელოც არსებობს კი სამოქალაქო სახელმძღვანელო ბევრი დაბეჭდონ და რაღაც არ მოგვასმეინებენ რაღაც სხვა იმებს ხო ყველა ლაპარაკობს ამ ძეგლზე და იმაზე და ამ დროს იმის მაგერად რომ რაღაცა გაარესტავრიროს იმასაც ხო უნდა ესმოდეს იმ დეველოპერია თუ ვიღაც დიდარი კაცი რომ იმის მაგერად რომ 24 სკოლის ეზოში ჩამისვა ეკლესია წადი რამეს ეს ფული დადე და აი ესეთი პატარა ხო მთელი ეს უპატარავესი ძეგლებია რა აი მარინეს ეკლესია ზეგანში რა იმაზე პატარა რა ის გააკეთე რა ან იმ რაღაცა ყველაფერს ეყოფა ის ფული რაც აქ დახარჯა ამ 24 სკოლის ეზოში რა აი ეს ჩვენზეა დამოკიდებული ბევრი რამე და ყველა ხო არ ვაპროტესტებთ ეზოშიც არ ვაპროტესტებ რომ ვიღაცა იმას აშენებს არასწორად ხო და გვინდა რომ იქ გადავარჩინოთ თან მუშახელი არის კატასტროფიული დონის
ტროტუარს ვერ აკეთებენ და იმას და ვთხოვთ რომ რა ქვია ხეკორძულას წყალი დალიეთ არ არის ეგრე რა მაგრამ ეს ოსტატებიც გაჩნდებიან საჭიროებაში. გაჩნდებიან ხო თუ არ დახურავ თოიძის სასწავლებელს და თუ არ დახურავ ისეთ რაღაცებს რომელიც შეიძლება კარგად კი არ მომბობ რომ ის თოიძის სასწავლებლებს მე რას მასწავლი ვიცი და რაც იყო მაგრამ ელემენტარული ისეთ რაღაც ცოდნას იძლეოდა რომელიც აუცილებელია ამ დარგისთვის სხვანაირად წინ ვერ წახვა რამდენი ნიჭიერი კაცია ზოგი ლითონზე მუშაობს ზოგი იმაზე და რა ვიცი შვენიერი წიგნი იყო გამარჯობათ ლევანს ჩავერთვები სასკოლო დანიშნულების ვიცნობ აი ამ წიგნს ცხეთის მაგალითზე და მოვარგეთ ფოთის არტნულოს და ძალიან კარგი პროექტი გამოგვივიდა თუ ეს აქტიურები ვიქნებით და აი რაღაც განათლების სამინისტროდან წამოვა ეს მნიშვნელობა აი ამ აი ასეთი სახის განათლების სასკოლო განათლების არაჩვეულებრივი იქნება. დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ბავშვები, ავზომეთ ჩვენი ედმუნდ ფრიკის სახლები და ძალიან კარგი პროექტი გამოგვივიდა, აი სტრასბურგშიც კი გავაგზავნეთ და რაღაც პრიზები მიიღო. მაგრამ ეს ერჯერადია და აი რაღაც ესეთი გავაკეთეთ და მორჩა. ეს სახლები ახლა სავალო მდგომარეობაშია 19 საუკუნეა, მაგრამ ამ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მერსიერება. მადლობთ, გაცრავად. ზუსტად ამ ნაწილის გაგრძელება თუ შეიძლება ერთ ამბავსაც ვიტყვი, ჩვენ გქონდა ჩუბინაშვილის ცენტრს მიმდინარე პროექტი, რომლითაც მუშაობდით სკოლებთან. მე თვითონ განხორციელებული მაქვს ეს რამდენიმე წლის განმავლობაში კახეთში, სხვადასხვა სკოლაში ჩავდიოდი და ადგილობრივ ძეგლებზე გამყავდა და იქ ხდებოდა ანაზომების გაკეთება. ნაბიჯების მიხედვით ძალიან მარტივად როგორ შეიძლება გეგმა გამოიყვანო. გაოგნებულები რჩებოდნენ ბოლოს, როცა ვერ იჯერებდნენ. თავის დროზე მე ეს ყველაფერი დათაკეზირია მასწავლა უნდა თქვა. ხო და აი ამ მეთოდით მუშაობა რომელიც იყო მათთვის ისეთი მნიშვნელოვანი ბოლომდე აცნობიერებდა და ბოლოს როცა ვაჩვენებდი ორიგინალ გეგმას და შეხედავდნენ ვერ იჯერებდნენ რომ შეიძლება პროფესიონალი ვით ესე აზომო ნაბიჯ-ნაბიჯ გადათვალოთ და ასე ხაზებით გააკეთო გეგმა. ბოლოს ჰქონდა ასეთი მაშინ რა ქვია მარნეულში ბოლნისსა და დმანიში ეთნიკურ უმცირესობებთან სამწუხაროდ ეს სამუშაოები სკოლებში აღარ დაგვიშვეს. აგვიკრძალეს შესვლა ჩუბინაშვილის ცენტრს და განათლების სამინისტრომაც კი რომლის პროექტიც იყო რეალურად რუსთაველის ფონდის შეგვიჩერეს პროექტი და სკოლაში არ გვიშვებდნენ. არ ვიცი ხა მე დავხურეთ უბრალოდ პროექტი, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო 3 წელი მასწავლებლებს ვეხვეწებოდი რომ ხალხო ეთნიკურ უმცირესობებზე, სექსუალურ უმცირესობებზე რაღაცა ესეც ხო არ ველაპარაკები, კულტურული მემკვიდრეობაა, შენივე ძეგლი არის. იქ იყო ეთნიკური უმცირესობებისთვის მათივე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გამოყოფილი, რომ ესწავლათ როგორ აღმოაჩინო ნანგრევიდან ისტორია როგორ ამოიღო. ამაზე იყო მთელი ამბავი. იქ იყო ლექციების და მათ შორის პრაქტიკული სამუშაო, თვითონ ახორციელებდნენ აზომვას და ასე შემდეგ. ეს განხორციელებული ჰქონდა რამდენიმე სკოლაში სხვადასხვა ადგილას, მათ შორის თბილისში და ეთნოგრაფიულ მუზეუმში და ასე შემდეგ, მაგრამ ბოლოს აი ესე შეგვიჩერეს ეს სამუშაოც რაღაცა დიდი იმისავით სკოლაში აღარ მიშვებდნენ ბავშვებთან. რომელ წელს შეგიჩერეს ნოდარ? წინ 2022-დან 22-23 და მას მერე ვიხვეწებოდი და ყოველ ჯერზე ვცდილობდი და გადავავადე რუსთაველის ფონდში რომ მაინც ვერ ვიჯერებდი რომ ამ აბსურდში ვცხოვრობ და ვეუბნებოდი როგორ შეიძლება ერთი სამინისტროს დაფინანსებით გაკეთებული პროექტი მეორე სამინისტრომ დახუროს და გააჩეროს. ანუ ხალხო რასმე რაღაცა ვერაფრით ვერ ვიჯერებდი და არაფერს არ დავნებდი და ბოლოს ეხლა წელს დავნებდი და ჩავხურე პროექტი ვთქვი რომ მეტი არ შემიძლია ხა სკოლაში ძალიან ხوار შევუვარდები იმ ხალხს არა დირექტორი აღარ მიშვებს. ის კი არა წიგნები მიუტანე ჩუბინაშვილის ცენტრის გამოცემების ასაჩუქრეთ, მათ შორის ძეგლთან მოპყრობის წესები, ყმაწულთათვის და ასე შემდეგ, რაც ბავშვების გამოცემული, არ მიიღეს უბრალოდ ისე არის შეშინებულები დირექტორები, შეშინებულები რომ აქ არ დაგვიტოვო ეს. მაგრამ ხალხო წიგნია, საჩუქრად მოგიტანე, არაფერი პასუხისმგებლობა ამას არ აქვს, უბრალოდ წიგნს ჩუქნით. ბიბლიოთეკის საჩუქარია, მეტი არაფერი. მაგრამ ნუ აი ამ დონეზე შეშინებული და გაფრთხილებული რომ ჩუბინაშვილის ცენტრი ან რაღაცა არ დაუშვათ, არ შეუშვათ სკოლებში. არ ვიცი ხო. ნოდარ, მან მე მგონი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისაა რომ შეგვიძლია მოკავშირეებად გავიხადოთ ადგილობრივი თემი და სამრევლოები, არ ვიცი. ამ საპატრიარქოსთან თუ არ გამოვინახა საერთო ენა, მე მგონი ძალიან გაჭირდება. ანუ ხელობა იყოს მათ შორის სამრევლოების აქტივიზაცია და აქშიც ადგილობრივი ღირებისთვის ამ რაღაცეების ახსნა რიგ შემთხვევაში ბედიანში ხო გახსოვს ის ავთენტური გადახურვა ჩამოვედი დამხვდა იქ ჩვენებს ჰქონდათ ეკლესია
თქო დახმარება და ის ქვის გადახურები შეიცვალეს იმით რა ქვია უნიკით და ეს იყო 90% არის ხოლმე უბრალოდ უცოდინარობის შედეგი. ამიტომ სწორი კომუნიკაციის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს. თუ ყოველ შემთხვევაში უნდა ყველა გზა ვცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი მოკავშირეები გავიჩინოთ, იმიტომ რომ საერთო საქმეა და ეს არ არის ნამდვილად პარტიული არის ძალიან ცოტა ხოლმე იქიდან. განჩენი 90%, ცოტა 90% უბრალოდ არის გაუცნობიერებლობა და ხა მაგე ბატონის ბრძანებდა რომ თუ სწორედ დავანახეთ საზოგადოებას ამდენ მნიშვნელოვანი ამის დაცვა ის ხო ფულს იმიტომ რეპუტაცია უნდა ვიღაც ბიზნესმენი ფულს რეპუტაციის გამო და მან დაინახა რომ რეპუტაციულად უკეთესია იზრუნოს და გახდეს რაც შეიძლება სტატუსიც მიაინჭო მეგობრის ეს დასავლეთში აპრობირებული ისა ხო რაღაცა სტატუსები შექმნა და ის უკვე ამით პოზიციონირებს აპრობირებული აი ნუ მითუ პროექტი მაგალითად მე მახსოვს 90-იანებში მოხატვის ის იყო ესეთი გზა იყო რომ ტიტორებს გამოსახავდნენ ხოლმე ეკლესიებმა მიმართეს ესეთ იმას თქვათ მოხატვა ჭირდებოდა ტიტორებს გამოსახავდნენ იმ ფულს შემომწიროს და რაღაც ეხა ტიტორად ვერ გამოსახავთ მაგრამ საერთგენაზია მაგრამ ნუ შეიძლება იყოს ციფრულ ტექნოლოგიებში დღეს არ არის თული რომ QR კოდი გააკეთო და ყველა ის ვინ შემოწირა და ვინ ჩართული იყო ჩანდეს ან ეს მე მგონია რომ ჩვენი მოსაფიქრებელია ხა აქ ვიხოთ ჩემი კიდურის კრიტიკულობის პოლიტიკოსების მიმართ ფიქრობ რომ ეს ჩვენი საქმეა საზოგადოების ვიდრე მათ უბრალოდ თუ არ აიღეს და არ მიიღეს უკვე ეს არის მათი პასუხისმგებლობა მაგრამ რა თავაზობს ეს ჩვენ უნდა დავამუშაოთ რა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოკლედ ძალიან საინტერესო დისკუსიისთვის მან თქვენ და ნოდარ აი ამ ინიციატივით ის იმედი მოხდა გავაგრძელებ მინიმუმი ჯგუფი რომლებიც ვართ ასე სტრუქტურირება გავუკეთოთ ამ ყველაფერს და დავიწყოთ თოვლის გუნდის პრინციპით შეკრა აი ამ დიდი ერთად ნაკაძით მადლობა კიდევ ერთხელ ბოდიში დიდი მადლობა პირიქით დათა თქვენს და ნოდარს უმეტეს მადლობა დღევანდელი ძალიან საინტერესო მოხსენებისთვის და ყველა საკითხის ასე ვთქვათ წარმოჩენისთვის რომელიც გვაღელვებს და რა ვიცი ნამდვილად არის სამუშაო გასაწევი რა ძალიან დიდი და მე დათა გეთანხმებით რომ საპატრიარქოსთანაც ამ დაინტერესებულ ასე ვთქვათ მოთამაშესთანაც თუ მხარესთან ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი უბრალოდ ძალიან რთულია მათთან ურთიერთობა მაგრამ ჩვენ პირად ნაცნობობას ჩავთავ საპატრიარქოსთან შეგვიძლია აუცილებელია იმიტომ რომ დიდი გავლენის ძალა აქვს და ადგილობრივ თემთან საურთიერთოთაც მნიშვნელოვანია ეცდებით რომ ვიმუშაოთ ამ მიმართულებითაც მადლობა დიდი მადლობა ყველას ახალს ძალიან დიდი მადლობა მადლობა ინგა